მოგესალმებით ქალბატონებო, მატჩი ფეხბურთზე გიბრუნდება ჩვეულ დროს, თუმცა არა ჩვეულ ფორმატში, ჩვენ პირდაპირ ეთერში არ ვართ. მინდა გითხრათ, მოგვიწია ადრე ჩაწერა დილით, ასე რომ როცა ახალგაზრდული ნაკრები ითამაშებს 7 საათზე, ხო, დაახლოებით ლიტუენიასთან, ლატვიასთან. იმდენ ვილაპარაკეთ ლატვია ლიტუენიაზე, რომ და მოკლედ წარმატებებს უსურვებთ ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს, თუმცა ლოგიკურად ვერ შევაფასებთ ამ შეხვედრას, თუმცა გუშინ როგორც იცით გაიმართა ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის და ჩვენთან ერთად დღეს იმყოფება სპორტის ჟურნალისტი, თუ სპორტული თქვენ როგორ ამბობთ ხოლმე? სპორტული ჟურნალისტი მეცინება, სპორტული ტიპი. სპორტული. ხო, ალბათ უფრო სპორტის ჟურნალისტი უნდა ვთქვა ხოლმე, არ ვიცი. ლაშა თაბაგარი, გამარჯობა ბატონო. გამარჯობა, გრძანდებით როგორ ხარ? მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა ლაშა რომ მოხვედი. მადლობა თქვენ. თქვენ საინტერესო ისტორია. ხო, არა, ჩვენ რაღაცები გავიხსენეთ და ძალიან საინტერესო ამები გვიტივდა თავში ხა, გარდა იმისა, რომ ლაშა ხა დიდი ხანია უკვე სპორტული ჟურნალისტია, ფეხბურთს თამაშობდა. ჩვენ ფაქტიურად ერთი ასაკისა ვართ, ერთი წლით პატარა ლაშა და ბევრი ისეთი თამაში გავახსენა, რომ მოდი ლაშანამ ნაკრების თამაშზე გადავიდოდი და რაღაც ამ ხანაგურ თამაშს ირგვლივ ვიტყვიდით. გაიხსენე რაღაცა ჩვენი დროინდელი, ანუ ფაქტიურად ჩვენ ედროს დავიწყეთ საქართველოს პირველობაზე თამაში. შეიძლება ითქვას, რომ ვიღაცისთვის და ალბათ დღეს რო გადავხედავ პირველი რამოდენიმე ჩემპიონატი მართლაც რაღაცა არც ერთი უცხოელი ყველაფერსო თავი დავანებოთ, ხო? ლიტველებს თუ არ ჩავთვლით, ხო, ლანჩხუთში რო თამაშობდნენ, ხო? ხო, ლანჩხუთში. ხო, და ძალიან კაი გუნდები იყვნენ. საბჭოთა კავშირი დაიშალა და იქვე ჩვენ აღმოჩნდით დინამოში, შენ აღმოჩნდი შევარდეთ, ხო და იმ პერიოდს როგორ გაიხსენებდი შენ? მოგესალმებით პირველ ყოვლისა სამძიმარი ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო და მადლობა მოწვევისთვის. უყურებთ თქვენ გადაცემას ყოველთვის და ახლა ჩემთვის ძალიან მისასალმებელია, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და რომელსაც ამხელა დონეზე აქვს ნათამაშები აკეთებს ხოლმე ანალიზს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ სივრცეში მსგავსი ის არ არის და მე ახლა გამომდინარე იქიდან მშურს ხოლმე ზოგჯერ უცხოეთში და იმაში რო უყურებ, რომ კარაგერს აქვს, იმას აქვს, რიო ფერდინანდს ხან პოსტკასტების ხანსა და იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ სიტყვაზე, მაინც როდესაც ადამიანს მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები, ნაკრების წევრი იყო, ლიდერი იყო, იმან შიგნიდან იცის და ბევრი რაღაცა მე ხშირად ველოდები ხოლმე აჩისგან, რომ აი მართლა ანალიზს რომ აი რა როგორ ვთქვათ, მისი ხედვა ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება ახლა ეროვნულ ჩემპიონატს, ახლა რა თქმა უნდა მე ახლა ისეთ მაღალ დონეზე თქვა არ მითამაშე, უმაღლესი ლიგა ხაშურში ვითამაშე და არჩენი პირველი ლიგა და ასე შემდეგ და ახლა ხაშურის იმ თამაშიც იყავი, მოყოლილი რომ აქ გოლი არ ჩათვალა, არ ეგ არის. შემდეგში 9 არის თუ 10-11? არა, მე ხაშურში ყავი 96-97 და ესენი როდესაც თქვა დინამო იყო, მაშინ შევარდენში ვიყავი, უკვე არა, პირველ წლებში ახლა აჩის და შოთის ჯერ ავაზაში რო თამაშობდნენ და კიჯებს რო ეძახდნენ, იქიდან ვადდებდით მათ კარიერას 10 ნომრით და 20 ნომრით და ახლა მე 14-იანებში ვიყავი შევარდენში, მე ნორჩ დინამოელში და ახლა ჩემ თვალწინ იყვნენ გიორგი ქინქლაძე, ღუდუშაური, ჩვენ ახსენე კიდევ ანჩაბაძე, კახა იყო, კვანტალიანი, ბიჭო რა მაგარი. ძალიან მაგარი იყო და თქვენი თამაშები იგივე დინამოს და მე 11 ხო, ცეო ცერცვაძე, კი ბატონო. ხო და იქ თქვენ და ჯანელიძე კარში იდგა, ბევრი დინამოში ხავდათ კარში პაპიძე იყო ზვიადი ჩონებული თქვენთან, გურამი იყო ასპინძელაშვილი კიდე და ავიც ბევრი კაი ფეხბურთელები და ყვავი მამუკა. კი ბატონო და პირველი ორი ჩემპიონატი მართლაც ძალიან მაღალი დონის იყო, გამომდინარე იქიდან რომ მშვიდობა იყო ქვეყანაში, რაც თავარია, არ იყო ეს ისა არეულობა და ისა და ისეთი ჩემპიონატი იყო რომ აგერ თქვათ დინამო გასაგებია რომ უპირობო ლიდერი იყო და ისა, მაგრამ ესე
გამოვიდოდა და ყველას ესე ცალიფეხით მოუგებდა. რეგიონები ხო, ქუთაისი, ლანჩხუთი, ბათუმი, სოხუმი. თასი მაშინ გურიამ აიღო, სოხუმის ხუმს მოუგეს ფინალში, ფრიდონაშვილმა გაიტანა 1 გოლი. დინამო ფინალშიც ვერ გავიდა. დინამო ფინალშიც ვერ გავიდა და ეხლა რა თქმა უნდა დინამო მაინც დინამო იყო და კიდე კაი იმით იყო რომ აი შუქდებოდა ფაქტობრივად ყველა თამაშის რეპორტაჟი გადაიცემოდა და სტადიონზეც ხალხი დადიოდა რა ეხლა იქ იმიტომ იქ ზუგდის კაი გუნდი ყავდა ხობს კაი გუნდი ყავდა ეხლა ცხუმი და აგერ გურია ვახსენეთ ბათუმი ფოთში მოგება ეხლა ფოთი გუნდი იყო დინამოში რო ჩადიოდნენ აი დაგხოცავდა გაგონილი ხო ნუ ეგეთი ატმოსფეროც ისეთი იყო რა იგივე ეხლა ნუ სხვადასხვა პირველი ეროვნული რო იყო შევარდენი რა მაგარი გუნდი შევარდენი რა გონია დინამო 2 იყო რა ფაქტიურად ეგ უკვე მანამდე თამაშობდნენ თქვა მერაბა ჯორდანია იყო ნუკრი კაკილაშვილი ეცენი გადმოყვნენ ის მეორე ლიგაში რო გავდა და ერთი სეზონი ითამაშეს და მერე უკვე ხორებაშვილი ბულუცა მერე უკვე რო მურთაზი იყო ხურცილავა მაჭავარიანი დევაძე ყიფიანი ხურცილავა გვარები ნემსო იყო ისა რა ქვია და ყიზილა იყო მეორე ადგილზე გავიდნენ მაშინ და უბრალოდ ახლა UEFA FIFA არ მიცესებოდა რო თვითონაში პოდიშით ერთი რაღაც თვალდა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის და ეს ყველაფერი რეალურად აი ესე თხრობითი ფორმით თუ შემოგჭება თქვენ თუ გაიხსენებთ რა ანუ არავითარი შანსი არ არსებობს რომ ამ ყველაფრის ვიდეო მასალა ეხლა პირველ მეტად რომ თქვენ თქვით რომ გადიოდა პირველი არხი გადმოცემდა ხოლმე და ზურა პეტრიაშვილი თქვენ რო სტუმრად გქონდათ ყოველი ტურის მერე მიმოხილვასაც აკეთებდა ხოლმე და ეხლა თამაშები მე პირადად ოჩამჩირიდან იყო გალიდან იყო თამაშები სოხუმიდან იყო ტრანსლაციები კი ლანჩხუთიდან იყო და რა სისტემები მაშინ ხა მაგას ვინ შეინახავდა ალბათ გადააწერეს მე აი გარი პრობლემა რა არა ეგ ზოგადად პრობლემა იყო რა ეხლა ეგ კი არა იმის შენახული არ არის 70-იანი წლების დინამოსი და სხვა შორის მაგ საკითხზე ერთად მოგვიწია ჩემპიონატზე ყოფნა მე და დათო ქლიბაძეს და რო ვკითხე აი ესეთი რაღაცა მითხრა ერთხელ რაღაცა თამაშის დაუბარეო რომ მივდიოდიო რომ ჩამიწერეთ ეს თამაშიო და რო ჩამოვედიო მე რაღაცა მუამბე თუ რაღაცა იყო იმაზე გადაწერილიო და ეხლა იგივე ეხლა საგანძურია და კარგული მაშინ ვიხსენებით აი დაძაბულობას რაც შეეხება ძალიან კარგად მახსოვს ტორპედო დინამოს შოთა აი თამაში შეცვლაზე რო შემოვიდა და იქ 2-1 მოუგეს. აქ დინამოზე? არა, იქ 2-1 მოუგეს. ქუთაისში და შოთამ შეაგდო ეს ვარდენიასი კარგად მახსოვს ჩამოწოდებული და მარცხენათი დაარტყა შეცვლაზე იყო შემოსული და ნუ ისეთი ის იყო რა ქვია აი საფეხბურთო აურა იყო რა ეს ისინიც თქვათ იქ რაიონებში ცხენძღვანელები ეჯიბრებოდნენ ხო იცი ერთმანეთს რომ ეხლა ზუგდიდი ხობის დაპირისპირება ისეთი იყო რომ სასწაული რა კოლეგები ხართ ჩვენ მე და თქვენს კოლეგები ვართ და წარმოვიდგინეთ ახლა დოკუმენტური ფილმი რაღაცა ქართული ფეხბურთის პირველი ნაბიჯები სადაც არსებობს აი ხარ რასაც გვიყვებით რომ რამდენი წლის შოთა როლაძე იყო 18 წლის შოთა როლაძე რომ ვამბასტენის გოლებს იტანს ასევე აჩი კინკლაძე და ეს ყველაფერი გადაიცემოდა ეს ყველაფერი არის ანუ კამერები მიუშვირეს ამ ყველაფერს გადაიღეს ეს ყველაფერი და მერე 36 წლის მერე უკვე ამ ვიდეო მასალაზე კომენტარს რო აკეთებენ ანუ აი გაძარცულად გძნობ თავს როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი ჩოქიტაშვილი ატანჯული ყო ის დინამო რომელიც იყო ნაკრები აი ამ თავის გადაღებულს ვაკეთებდით ჩვენ და მაგ სხვათა შორის მე ცოტი ხარისხია უკვე გაფუჭდა მაგრამ კიდე მაგრად მახსოვს ახლა მე შევარდენ თავს ცხოვრობდი რა და იქ დავდიოდი თავიდან საფეხბურთო სკოლაში და მე ნორის დინამოში რამაზ ბუმბლაძესთან და არ ვაცდენდი რა პრაქტიკულად იქ თამაშებს და აი ერთხელ იყო მოუგეს შევარდენ და ამან რა ქვია შოთამ შეაგდო ძალიან მაგარი გოლი რა ესე ადგილიდან ორი ფეხით აიწია და თავით ისეთი შეაგდო და ეხლა იქ კიდე მერე ზაზა ჯანაშიას და იმას მაგრატელები აქ გატანილი და ყიფიანის გოლი გახდა საუკეთესო სხვათა შორის დინამომ 3-1 მოიგო და ლევანა და დაატრიალდა ეს ზიდანი მარადონა და ეს როგორც არიან და
და ეს საინტერესო ის იყო რა უსაინტერესო ანუ ისტორიას მნიშვნელობა აქვს მაგაზე მე თაობა ბიზდება მაგას აკვირდება მაგალითად იღებს და ასე შემდეგ და არ ვიცი ვინმეს თუ ხელი მიუწვდება ამ ყველაფერზე იქნებს სადღაც რაღაც თაროზე დევს ეს ყველაფერი თან სხვა შორის არა მარტო დინამოზე რა ქვია ყველა გუნდში ძალიან რთული იყო ახლა ძალიან მაგარი ფეხბურთელები ყველგან იყო ოთარ კორღალიძე რომელიც რავი დღეს რო იყოს ალტერნატივად ნაკლები 40 გოლი გაიტანა ერთ ჩემპიონატში იქით თარა დადიოდნენ გურჯანი იყო მეორეზე ლანჩხუთი იყო მეორეზე გიორგი დარასელია ტორპედოში ნუ ეხლა და იქ აი ახალგაზრდა ბიჭისთვის მართლა ძალიან ნიჭიერი უნდა ყოფილიყავი რომ იქ მოხვედრილიყავი ეგ ფეხბურთი გეთამაშე ეს გუჯაბარო ვახსენე რა ესე როგორ ყველაზე მაგრად თუ კი ვინმეზე შეიძლება რომ გული დამწყდომოდა რომ დინამოში არ გადმოვიდა იყო გუჯაბიძე რა იმიტომ რა როგორ გვაკდა იცი თან დამცველი ხო გახსოვს ის პერიოდი ყველა წინ გარბოდა ყველაზე ორი დამცველი თამაშობდი და გუჯაბა არ გადმოვიდა იმაში რა ქვია დინამოში წავიდა ლანჩხუთი რომ მეორედ გადმოვიდა ფომენკოს დროს იმ შემადგენლობაში გუჯაბიძე თამაშობდა სუსასტარტოს რა იმ პირველ ლიგაში რა და იქ თან მაგარი გუნდი იყო ეს ლანჩხუთი ფრიდონაშვილი იყო ის იყო რა ქვია ნუ მარცხის კაბისა იყო არა ბევრი კაი გუნდი ყავდა ლანჩხუთს კორღალიძე იყო და რუსთავის გუნდი გახსოვს კი როგორ არის კაპანაძეები კილასონიები ქასრაშვილი მარჯნივ ექიმიჩა ფანცულა ფიცხალაძე ფანცულაია ძალიან მაგარი გუნდი ყავდა ძალიან მაგარი აბციური ბათუმს ყავდა ყოველთვის კაი გუნდი ბათუმს გიგებდათ კიდევაც იქ არა ნუ ახლა ეგერი წაგებით ახლა ვაგებო დურდიაძეს მაჭუტაძე მახომახარაძე ცხონებული და რავი მერე ისა რა ქვია კანტიძე თემური ტუღუში სპორტინგი იყო თუ სელტიკი სპორტინგი იყო თუ არა სელტიკი გლაზგოც იყო გლაზგოს სელტიკი იყო და კიდე ის იყო რა ქვია PSV იყო და სელტიქს გოლი ვიგავდა PSV-ც იყო მართლა ტოგონი იმან გაუტანა თუ არ ვწდები უჯმაჯურიძემ გაუტანა ერთი გოლი და მაჭუტაძემ გაუტანა პაატამ როგორ მახსოვს ეს ბრიტანელ ჟურნალისტებს ძალიან კარგი ენით საუბრობენ ხოლმე და მათ მახსოვს ტოგონიძემ რაღაცა გვარი მახსოვს რა არა პაატამ გაუტანა მაჭუტაძემ მახსოვს და მე მომენტი ქონდა მაგარი ერთ-ერთზე გადიოდა ბალაძე იდგა კარებში აი მაჭუტაძემ გაიტანა რა მახსოვს კაი გუნდი ყავს რა ბათუმს რა და ჩავედით 5 ტური გვაქვს ნათამაშები 5-ვე მოვიგეთ ჩვენ და 5-ვე მოიგეს მაგათმა და აი როგორია ახლა ბურთებით ვართ რა უკეთესა და ჩავედით ბათუმში და მიდის ერთი ამბავი რა რომ აი ბათუმი და სხვათა შორის ყოველთვის კაისა თამაშო იყო მიუხედავად იმისა რომ ბათუმი ყველაზე ნაკლებად აგრესიული იყო თბილისის გუნდა არ ვიცი ხა ნუ უცოც კი არ ვიცი ზუგდიდში დაგმარხავდნენ გუნდში დაგმარხავდნენ ყოლფში რავი სადაც სამტრედიაში ძალიან აგრესიულები იყვნენ ბათუმი არ იყო ეგ კი მაგრამ აი ისეთი რომ რაღაცა მომხდარიყო მაგრამ ამ თამაშზე ნუ ხა ძალიან დაძაბული იყო და ჩავედით რაღაცა და მახსოვს რომ პირველი ტაიმი მოვიგეთ 5-0 შემოვიდა ასლან ბალაძე გასახთელში და მითქი აბაშიძეს იტყვა არა გასახთელშია ხო და გვეუბნება რომ ბიჭო კარგი თუ ეხაო რა რაღაცაო საშინაო კედლები გაითვალისწინე რაღაცაო რა ჭაღარას იცით პატრი ხო და ნუ მართლა როგორ წაგვივიდა იცი თამაში თან სუ კაი მინდორი იყო სუსველი იყო სურბილი იყო ის ჰაერი და ის კიდე იქიდან ზღვასთან რო იყო ძველი მედიას გვერდზე და ნუ წავიდა რა წაყოლა და ბოლოს მოკლედ 7-2 თუ 7-3 მოვიგეთ ეგ თამაში რა ხო და აი რისი თქმა მინდო მართლა კაი გუნდი ვიყავით ისინიც მართლა კაი გუნდი იყო მაგრამ აი უცებ როგორც კი რაღაცა მართლა დიდ განსხვავებას შეგვეძლო რა დინამო ახლა მართლა ერთი თავით აღემატებოდა, მაგრამ აი არის რა ადვილი თამაში, არც თამაში არ არის. იმიტომ რომ ეხლა მან ბევრს არ ახსოვს ეხლა როგორ მოხდა რომ დაიშალა საპიო კავშირი. ჩვენ ხო ყავდა პირველ ლიგაში. მეორე ლიგა პირველი ხო. ყავდა იქ ლანჩხუთი გადმოვიდა და მეორე ლიგაში მეცხრე ზონა იყო, სადაც იყო ქართული გუნდები რა. კოლხეთი იყო, იქ შევარდენი იყო, რუსთავი იყო, სამტრედია იყო და ის მეორე ლიგა არ იყო დაბალი დონე რა. მე მახსოვს ეხლა შევარდენში თამაშობდნენ
ჯოხაძე, ჟვანია, რამაზან, ცხოვრებაშვილი, უგრელიძე, აბუსერიძე ედგათ კარებში და ისა მურთაზა იყო მთავარი მწვრთნელი და განჯას მოუგეს სტუმრად ქიაფას 3-1. იქ გაგიჟდნენ. იმიტომ რომ ვერ იგებდი. თამაში არ ქონდა წაგებული იქ როგორ იცი ახლა მე ნამყოფი ვარ რო გამოდიხარ გასახდელიდან იქვე გუდავდნენ რა საჯებს რა ეგეთი გვირაბია გრძელი და მანამდე ქონდა დუშანბეს პამირთან სტუმრად 4-0 თუ რაღაც წაგებული და სახში გამოაგდეს თასიდან 5 პენალი დადო და ახაც ორი პენალი მოიგო მოიგერი აბუსერიძე გაგიჯდნენ იქ ქვეების როლა და ეგეთი რაღაცები ამ აბუსერიძე ძალიან დიდი ხანი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეების მწვრთნელი და იქ ჯოხაძე დგავდა სპექტაკლებს ისეთ რაღაცებს აკეთებდა და მე რას ვიძახი და ეს მე ხო დაკეტილი იყო ჩვენი ქვეყანა რა არ იყო ეს გასვლა გამოსვლა და ეს ყველა ფეხბურთელი აქ დარჩა და ზოგი ისეთ იყო საუკეთესო წლებში 28 29 30 წლისა და ამიტომაც ესეთი დაძაბული და მაღალი დონის თამაშები მიდიოდა ახლა რო არა აქვს ნანახი ცოტა რთულია რა ახლა ახალგაზრდა თაობისთვის ამის ახსნა და შედარებები და რაღაცეები რომ მიდის ხოლმე და მე რო ვიძახი სიტყვაზე ახლა იმაზე არ არის დინამო მე რო ვიძახი რა აი ყორღალიძე ძალიან მაგარი იყო თქვა იქ დარასელია მაგარი იყო ტუღუში მაგარი იყო ის იყო ახლა აღარ მიუყვები რა ყველას გვარებს და იმას ცოტა ზოგი ისე გიყურებს რომ აი როგორ შეიძლება ლაპარაკში ვახსენე რატი ალექსიძე ვახსენე და ყიზილაშვილი რომ და ვთქვი რომ არ ვიცი ხა ნუ ყველას რა თქმა უნდა შეიძლება არ გახსოვდეს ესე რა მithumetes ახალთაობას mithumetes ხა რომ დროინდელი არ იხცის და იმიტომ რომ როდესაც მაღალ ნაკრების ამას ორივე ნაკრებში დამყოფები არის არა რატისაც და რატისაც ახლა რომ ეგეთი თავდასხმელები სანატრებელია მეთქი რა ნუ სტილით აი ნამდვილი ცენტრალურ 9 ნომერი თავდასხმელები რომელიც ორივე მაღლა ხტებოდა დაიჭერს თავით კარგად თამაში დასწრებაზე თამაში სისწრაფით დუბლებში შე რო თქვი მე ერთ-ერთი საუკეთესო იყო 4 კაც გამოარჩევდი მაგ დროინდას ახლა ჩვენზე უფროსია ყიზილაშვილი რა თორე მე კომენტარებს რო ვკითხო აი რა დროს ეს არის რა რო არ გახსოვს და რო არ იცი რა თქმა უნდა ძალიან გუშინ ზუსტად მაგას ვეუბნე ხა დუბლები როგორ იყო ამათ ზედათაობა ხშირად შევარდნეს კაიმინდორი ქონდა და მოდიოდნენ ხოლმე და აი ვის ახსენებენ ვინ მოდის სიტყვაზე იყო საუბარი ჯამარაზე ჯამარაული გოჩაჩიდმეშელი ყაველაშვილი მიშა ყიზილა, ცხონებული გარდაცვლილი ბაჯბაჯა, რომელიც გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დუბლებში საუკეთესო ბომბარდირო 27 გოლი გაიტანა. და კიდე ნუ ისეთ რამდენიმე ისეთ კაცზე იყო. იგივე ახლა იუდერო ვახსენეთ, რა ქვია, ნორჩი დინამოელი უპროსტორეთ. ანდრო კიურჯიევი, მე ნინიადის 71-იანებში იყო გაგუასთან. აი რო იტყვია ხევდა რა, ახლა მე საქართველოს ჩემპიონი, აი რო იტყვნენ ვინ არის ანდრო ხო რა გახსოვს ფუტრე პორტუგალი კი როგორ არ გახსოვს ფუტრემ კიევის დინამოს ისეთი დღეაკარა და ანდრო იყო როგორიც აი რო შეხედავდი ყველა მაგაზე საუბრობ ძალიან მაგარი იყო ახლა ვინც არის სტილი აი კენიას მსგავსი ნინიადისი ანდრო რომელზეც მე ოლიმპიაკოში ითამაშა და აქ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ჩემპიონატი რო იყო ოზურგეთის მერცხალში თამაშობდნენ წარმოვიდგინე ეგ და ომარა თეთრაძე ხო ომარა თეთრაძე რა ისა და ანდრო წავიდა მე იქ პონტუელი ბერძნები რაღაც ავტობუსით წავიდა იმ საბერძნეში ჩავიდა ისე და კაცი ეხლა ბოლო პერიოდშიც იქ მუშაობდა რა ქვია ეს ისე უბრალოდ რას ვიცი კაკი ეს რაღაცა ის ნოსტალგია და ის ჩვენ არა ვართ რა რეტროგრადები რა მე მით უმეტეს არცაჩი და არ მივტირით რაღაც ძველს ჩვენ ვიძახით რეალობას იმიტომ ფეხბურთი ყოველთვის ფეხბურთი იყო რა ეგ დაახლოებით როგორც რაღაცა იცი ძალიან არ მიყვარს ეს გამოთქვა რომ აი ეს ხალხი დღეს ვერ ითამაშებდა იმას ვერ გაუძლებდა ძალიან ხშირად უსმენ ხოლმე აი ეს პოდკასტები მაინტერესებს და იმ დღეს იყო ალან შირერი ყავდა რიო ფერდინანდს და კონდათ იმასთან რა ქვია კანტონასთან და კანტონა პირდაპირ ეუბნება კანტონა ხო მაგარი ესეთი ტიპია შირეს რას ამბობო დღევანდელი ფეხბურთი რო იყოს სეზონში 70-80 გოლს მინიმუმ გაიტანდიო ჩვენო ვინი ჯონსი და ისინი ყავდა კაცის ყასბებიო მინდურები და ესეთი პრემიერ ლიგაში ტალახიან მინდორი თუ არ იყო აზრი არ ქონდა მე იმას დი სტეფანოს და ვიღაცას რო რაღაცნაირად აკრიტიკებენ და ასე შემდეგ რას ვერ ვიგებ ხოლმე იცი რომ როგორ შეიძლება რომ დაგავიწყდეს რომ
დროსთან ერთად კაცო ყველაფერი ვითარდება ის კი არა რომ მაშინ უნიჭოები იყვნენ და ეხა ფრინავენ რა შუაში ეგ არის ისა პირდაპირ ახლა მე არც მალა რომ ვარ ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ თუმცა ახლა ეგრე არა ვარ რა ფანა ესე იგი წინ წავედი და ეხლა არგენტინა გეთქვა ანუ ჩვენ ვისაყვედურს ვიღებთ რომ სულ არგენტინის გულშემატკივარი მოგიზო ახლა პირველად რომ ნახე ნაკადულში რო ფილმი იყო რომ ესპელია აი ნუ მოვიწამლე რა ახლა 6 წლის ვიყავი და გავგიჟდი მე თქვი ეს და ახლა ნუ გასაგებია მაგრამ მე ნუ რო გაინტერესებს რა იგი ახლა პელეზე რო 11 და რაღაცა ქონდა 100 მეტრი ვისაც ფეხბურთი ახლა და ძლევოსნობა და კრუიფს 11 და 2 ეისებიოს 11 და 3 ახლა ეს რო აუხსნათ ისინი გასაგებია იმით არ დარბოდნენ ეგრეთ წოდებული კალუტკები და ლაზერში უპრობა ხო და მან სასწაული ის იყო ახლა ფიზიკური მომზადება და ეს არ იყო გასაგებია ის ახლა მაშინდელი ტემპი და ისა მაგრამ ახლა მაგის საუბარი რომ ის ვერ ითამაშებდა და ეს ვერ ახლა პარალელს რატო ვავლებ რომ ოთარ კორღალიძე სიტყვაზე ვიძახი რა ახლა გამახსენდა გინდა დაარასწორ ადგილობრივ ჩემპიონად ის ხალხი დღეს გაცილებით მაგრად ითამაშებდა და ნაკრებში ახლა ეს არ იქნებოდა რომ მაგალითად ჩემი არის და ანჩაბაძე ძალიან მაგარი იყო ახლა ჩემ თვალწინ იყვნენ ორივე. ზოგს ხო იცი ბოდიში ვიხდი აი რა არის ანჩას პრობლემა რა იყო. ყველაზე ცუდ დროს მოუწია იმ ადგილის აი ხა როგორ გადანაწილდა რა მე კი არ ვიძახი ხა რომ დაიჩაგრა ერთი მხრივ იმიტომ რომ მე არ მახსოვს ზბორი სადაც ანჩა არ იყო გამოძახებული. კი ბატონო. ფაქტიურად ანუ 10-დან 7 გამოძახებული ყოველთვის ხო, მაგრამ თამაში არ უწევდა, იმიტომ რომ გიო, ჯამარა, ქეცბა, ნემსა, რეზი, გელა, რა ვიცი, ნუ ხა ეს მერე უკვე ვისაც რითიც ავსებ ხო, კიდე 1-5-6 კაცი და ფაქტიურად გამოდიოდა რომ ვერ ითამაშა რა ნაკრებში. ანჩაბაძე იყო ძალიან აი ჩვენ თვალზე ხა ჩვენ 14-იანი გოგიჩა. ხო, ნორჯ დინამოში 14-იანი რო იყო, ახლა თავს არ ვიტყუებ და შოთას ციგნი მახსენდება ეს გუშინ რომ ფეხბურთის საფეხბურთო სკოლა ისე დავამთავრე ბალახში არ მივარჯიშიაო და ზუსტად ეგრე იყო რა ეგ დინამოს ეგრე წოდებული და არავინ აღარ გარევო დინამოს ეგრე წოდებული გარევო ანუ წიდა და ეხლა იმდენი ხალხი იყო რომ ხშირად ყოფილა რომ აი ნახევარი გუნდი გავყოფილა 13-დან 14-ს ვეთამაშებთ აქეთ ხარეს იყო კინგლას წინააღმდეგაც არაერთხელ მითამაშია და ანჩაბაძე აი ბურცროვა მართლა აი რა ვიცი სასწაულებს აკეთებდნენ რა აი ეხლა ეგეთი ის ანუ უბრალოდ ესე მოხდა თორე ახლა მედიცინასთან იმასთან რომ მაშინდელი ბურთი და დღევანდელი ბურთი სხვა არის, ბუცი სხვა არის და რაღაცა ფული რამდენი იდო 80-70-იანებში და რამდენი და ეხა ფეხბურთში ალბათ რო დათვალო არ ვიცი მარადონა რამდენად გაიყიდა ნაპოლიში 9 მილიონი 8 მილიონი იყო თუ არ ვიცი ხო ანუ გასაგებია რომ 8 მილიონი მაშინ ყვიროდა და სყიდვეთ უნარიანობა მეტი აქვს მაგ 8 მილიონს მაგრამ მაგასაც რო თავი გაანებო ნუ გაათმაგებულია ფინანსები გაათმაგებულია როგორც მეცნიერებას ისე უდგებიან თავისთავად ეხა ხო მე გვეყოლება ლამინ იამალი გვეყოლება მესი გვეყოლება რონალდო მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ უცბად ესე არაფრიდან აღმოჩნდა რომ ეხლა უკეთესად თამაშობენ ფეხბურთს აი კარგი თუ დამიჯერ ხა აგერა არანაირი პირობები არ იყო რა აი ხა მე არა ვარ რა ესე საბჭო კავშირს როგორ უნდა მისტიროდა გინდა ამ სპორტის ხრი უბრალოდ იყო აი მასობრიობა რა ამბავში ვიძახი იცი რომ უფასო იყო ისა და ეგ დაახლოებით რა თემას გავდა იცი რომ ამერიკელები რო ჩამოვიდნენ საბჭო კავშირზე აქ მედიცინა უფასოა და მიიყვანეს და მაგათ 50-იან წლებში ქონდათ ეს კონკრეტულად ასაწევ და აქ კიდე რკინისბადიან საწოლებზე ესეთიო ჩვენთანაც უფასოა რა ახლა არა აი ეგეთი ის იყო რომ ასვალტი წიდა ის აი დინამო შევარდენზე ბალახზე ვინ შეგიშვებდა და იქ ნორჯ დინამოზე იქით 71-იანი ვარჯიშობდნენ და ისიც აი ბოლო წლებში შეიძლება აი ბოლოს რო ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი რა მოწესრიგებულიც არ იყო ეს საქართველოს ჩემპიონატის როგორ იყო იცი რა იქ ქალაქში თქვა 35 ეთამაშებოდა დინამოს იქ
ფეშემი ისა და მე ნუ ესე საქართველოს ჩემპიონატი ისე რომ შენ ბათუმში ჩასულიყავი გეთამაშა ისა ეგეც არ იყო და იქაც ხო აი არანაირი პირობა და ისა იყო ბურთი და ისა ვახსენე რამდენჯერ მithქვია რომ ეს ბავშვთა ფეხბურთზე ვიდეო აქედა რომ წასულიყავი დაუშვათ ბათუმამდე და რამდენი ქალაქი და რამდენი დასავლეთისკენ რომ წასულიყავი გზაში შეიძლება ვერ ჩასულიყავ ანუ სადღაც შეიძლება და მაშინ რა დროა იცი სადაც ყველაზე ცუდი გზა იყო იქ ხდებოდა ყველაზე მეტი ხალხი ავტომატია იმიტომ რომ იქ ჩქარა ვერ გაივლიდი და აი თუ ვიტყუებოდე რა რამდენჯერ ყოფილა გვაჩერებს მანქა ავტობუსს ამოდის 3-4 ავტომატიანი კაცი და აი ამოვა თუ არ და სანამ იტყვის რომ აბა ამოვალა გედან ჩადე უცებ ვეძეუნებით რომ დინამო ვართ და ესე თავს გაყოფდა გარე და დინამო ვარ და წავიდოდნენ უკან ამას ეხა ალალად ვიძახით რომ თუ დინამო არ ვიყავი ნუ ალბათ ტორპედოსაც იგივეს უზამდნენ ბათუმის დინამოსაც ანუ აქცევ მაგრამ ჩოულებრივი გზავრი და ჩოულებრივი ავტობუსი რო ყოფილიყო ვერ ჩააღწევით აი ამ პერიოდზეა რა მე გეტყვი პირად მაგალითს რა ეხლა თამაშობს პირველ ლიგა მცხეთის არმაზია გუნდი რა ის აშინელი პირველი რაღაცა და თამაში გვაქვს გასვლა ახმეტაში რა და წავედით ეხლა ავტობუსი გუნდს არ აყავს და კაი კაცი იყო ეცი ვეფხო გულბადაშვილი იმის 0 შეესტი ვიღაც ორი და წავედით მანქანებით რა ეხლა ნუ ეხლა ისეთი გუნდია რა ეხლა მე არ ვიძახი რა და უკანა გზაზე მოვდივარ და გვაჩერებს ტიპი ავტომატით გადაგვიდგა წინ აი დღემდე არის ხალხი ლევანი აბაშიძე სამგურელის იმის რა ქვია მეკარე ვიწვრთნელია ჩვენი მეკარე იყო და გვეკითხება რომ თქვენ ვინ ახართო და ეხლა ვეფო გადმოვიდა ცოტა ესე ჩვენა ფეხბურთელები ვართ მცხეთიდან და მცხეთა მეთა არ ვიცი გადმოდით ეხლა მანქანიდან კაცი მყავს ვეჯინში წასაყვანი ფეხი აქვს მოტეხილი და მოშვერილი აქვს ავტომატი და რა ვარია ეხლა რჩები იქ რა შუაში და კიდე კაი გვერდზე ვინც ახლდა ცოტა შეგნებული ტიპი აღმოჩნდა რა ეს გვაწვება რომ გადმოდით და არა ეხლა მანქანაში ვზივართ 6 კაცი და რამხელებიც რომ გადმოვიდეთ ამას შევჭამდა რა უნდა და კიდე კაი და გადაიყვანა რა იმიდან რომ თორე აი როგორ იყო იცი რომ აი ხო იცი იმაზე როა რა რომ იტყვიან რომ აი რა ეხლა მანქანა წაგვერთებდა და შუა კახეთში სადღაც ეხლა ვინ რა წამოიწყო მე ზადნი უტყდება ხო ნუ ეხლა და მე ჩვენ ახლა რა უნდა იმა კიდე კაი რომ გვერდზე ყავდა კაცი რომელმაც უთხრა რომ ესადა ეგ სანამ ჩახვიდოდი ხო ეს ყოველ იმაზე ეს ისინი რა ქვია და რაღაცა ჩვენ ახლა ცოტა ღიმილით სახეზე ვიცერებ კაი გასახსენებელია 30 წლის მერე დარწმუნებული ვარ როგორ ახარ ეხლა რო თან რა პერიოდია აი ეს არის ცინებოდა მაშინ კაცი ისა ავტომატით მოშვერილი აქვს და გეუბნება გადმოდი ახლა მანქანიდან რა მახსოვს რომ შემოდიოდნენ ავტობუსში რომ ამოდიოდნენ ხა 4-ვე ვერ ეტეოდან 2 კი ბეზე 2 შემოვიდოდა ხო სიბნელე იყო ავტობუსში რა ეხლა სანამ დაგინახავს რა რა ხდება უცებ იმესეოდი და მეურები სადამოდი ხა ბიჭო დინამოა და იმას ტრაფარეთს არ კითხულობდნენ რა ეთქობა რა დავიდა ხო იცი ყველაფერს რაღაცა ეწერა თბილისის ბათუმი ბავშვები ხო და ნუ სხვათა შორის ეს ძალიან ყურში ხვდებოდათ რა აი მართლა ძალიან ყურში ხვდებოდათ რომ დინამოა რა ანუ მაშინ ჯერ ხა ნუ ახალი ხო თან იცოდე რომ დინამო პატრონო არ იყო და მაგაზეში აი დინამო იყო აი ურო რა ეხლა მე დინამოს ისეთი პატრონები ყავდა ხო ეხლა შინაგან არა მარტო მაგიტომ ეხლა რომ ყველაფერი ერთად მოქმედება რომ იმას ფიქრობდა რომ მე იქ რა მართლა მოქმედება ყველაფერი ეხლა დინამო სხვა გუნდი არ თქონდა ეხლა იმას წეთი და არმაძიც არ გონა გაგონილი აი დინამო ყველა ის კი არა ისე ბათუმის დინამოც არ ქონდა ბევრს შეიძლება მაგ ეხლა მაშინ როგორ იყო საბიო გავშეძორს დინამოში თუ არ ხვდებოდი ფაქტობრივად არ ითვლებოდი რა ეგეც არასწორი იყო მაგრამ შეიძლება ოპერის დასი დაეყაჩაღებინათ არ ვიცი რომ გაიჩერებინათ ხო ნუ აი ზაქარია ფალიაშვილი თეატრი ვარო რო თქვა და დინამო ვარო რა ნუ ეგეთი ის იყო მაგრამ ნუ მიუხედავად ამისა მადლობა ღმერთს რომ გავიარეთ ეს პერიოდი და იმ პერიოდში გაიზარდა ის ფეხბურთელები და სხვა შორის ძალიან ის არის ხოლმე რომ ლაპარაკო მე რომ აი ბიჭო მაშინ თუ იზრდებოდნენ და რაღაცა ისეთი მაგალითები მოყავდა ბიჭო მე იმას ვიძახი რომ დაწყნარებული და კაი რო ყოფილიყო და ნორმალური პირობები ყოფილიყო 10 შოთა არველაძე იქნებოდა 10 არველაძე კეცბაია და ეს ეხლა კეცბაიაზე ხოგემთ უსმენ ხოლმე რომ კაცმა 500 მანეთი გადაიხადა რომ გლდანში აეყვანათ ინტერნატში რა რადონეზე იყო ეხლა ჩამოვიდა გალიდან მამამისმა გაყიდა ისა რა ქვია მოტოციკლეტი და ეგეთი ცრემლები რომ კაცო წარმოიდგინე და საიდანაც აწავიდა და კაცი მე ნიუკასში ლეგენდა იყო დღემდე იქ მუზეუმში დევს მაგრამ
გამოსამშვიდებელ საღამოზე ყველას ეგეთი რამე ხალხს არ მოსულა, ყველა დაპატიჟა და თავის ხარჯიდან ჯიბიდან გადაუხადა ყველას ისა რა ქვია ფული. ხაიცი როგორი აი წარმოიდგინე რა ქვეყნებზე ვლაპარაკობ 91-დან დაუშვათ 15-მდე რა ყველაზე რთული პერიოდი როცა იყო ვლაპარაკობ საფრანგეთზე გერმანიაში თამაშობდა გურული თამაშობდა საფრანგეთში ცხადაძე თამაშობდა გერმანიაში რეზი თამაშობდა გერმანიაში ჰოლანდიაში და სხვათა შორის ახლა მაშინაც ჰოლანდია დღეს შეიძლება გაცდა ამ 5 საუკეთესო მაგრამ ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესოდ ხო და კიჭა რონალდო და რომარიო და ისინი თამაშობდნენ ვერკამპები და იტალია ანუ საუკეთესო 5 ქვეყანაში ერთი ძალიან ცოტა მოუწია დემეს ესპანეთში და ესპანეთში არ ყავდა ესე ანუ იმ დასაწყისში გეუნთო დანარჩენი უკრაინა რუსეთი თურქეთი საბერძნეთი მაგათ ავრთული ისრაელი რა ვიცი აი ამ ქვეყნებში აღარ რთული იმდენია წასული და არ განიხილებოდა რომ ესე იყო რომ ხო აი რანაირი კაი გუნდიც ეხა არ ვიძახი ხა ტორპედისა დინამო ნუ ეხლა ჯანაში არ იყო ეხლა არა ხო არ ვიძახით ხო ეხა რა თქმა უნდა მოსკოვი ხო მაგრამ მართლა ესე იყო იმიტომ საუკეთესო 5 ქვეყნიდან 4-ში თამაშობდა რა ეხლა საფრანგეთის უმაღლესი ლიგა გერმანიის უმაღლესი ლიგა ინგლისი დამოიწყდა გიო წარმოიდგინე გიოს გარდა კიდეს 4-ნი იყვნენ ხო იქა და ეს როდის რომ ინტერნეტი ტელეფონში ფერადი ტელევიზორი არც ერთი ფრენა დღის განმავლობაში ანუ შენ რო ჩასულიყავი ჩვენ რო ნაკრებში მოვდიოდით უნდა დაგემთხვია რომ ფრანკფურტში მოხვედრილიყავი რამენაირად ან მოსკოვში სხვანაირად თვითონ არ მოდიოდა ფრანკფურტის აეროპორტი ძალიან პოპულარული იყო იმიტომ რომ ერთი ფრენა თან კვირაში ერთხელ იყო წარმოიდგინე უკან ხონა გაფრინე უკან ჩამოხვიდე არა ამ პერიოდზეა რა საუბარია დღეს ახლა კვირაში ერთი ფრენა რა უბედურება რა ბიჭო კოშმარი იყო წარმოუდგენელი იყო მაგრამ თან მაშინ როგორ იყო იცი ძალიან მე მახსოვს ერთხელ რომ გავფრინდი ანუ ჩვენი სამუშაო ვიზა აი რაღაცა პერიოდის მერე ევროპამ შენ თუ საცხოვრებელი და სამუშაო ვიზა ქონა ჰოლანდიური გერმანიაში დაუშვათ ავსტრიაში ცენტრალურ ევროპულ ქვეყნებში შესვლა შეგეძლო და შესაბამისად გადასვლა რომ მე თბილისში ჩამოსულიყავი ვენით გერმანიიდან წავიდოდი თუ ვერ ვემთხვეოდი ფრანკფურტის რეისს უნდა წავსულიყავი ვენაში და ვენიდან ჩამოვედი და მაშინ იყო პერიოდი რომ შენ ვენაში ვერ წახვიდოდი ანუ მანქანით ვერ წახვიდოდი, ვერ ჩაფრინდებოდი წინადღით, იმიტომ რომ ვიზა არ ქონდა რა. ერთი პერიოდი ეს დაუშვეს რა. და უკვე დაუფრინავთ მარტივად, შედარებით მარტივად. გავფრინდი, მე და ჩემი შვილი გავფრინდით გლაზგოში. მქონა ბრიტანული იყო, ჩავფრინდი, ჩავედი ამსტერდამში მანქანით გერმანიიდან 2-3 საათი იყო. დავჯექი თვითონავში და გავფრინდი. 4 დღეში თუ 5 დღეში მოვდივარ უკან, მივედი გლაზგოს აეროპორტში, მივაწოდე პასპორტი და ეს ქალი მეუნება რომ შენო როგორ მიფრინავ იმაშიო, ჰოლანდიაში. მეთქი რომ გერმანიაში ვცხოვრობ, აგერა მაქვს პასპორტი. შენო არა გაქვს უფლებაო რომ ჰოლანდიაში შეხვიდე. შენო პირდაპირ გერმანიაში უნდა შეხვიდე. ბიჭო, ვეუნები აგერ 5 დღის წინ ჰოლანდიიდან ჩამოვფრინდი. მე როგორ შევიდოდი ჰოლანდიაში უფლება არ გამიშვა, ბიჭო. აბა საელჩო, აბა ისა, გამომატოვებინა ისა, ჩემი რეისი, დამტოვა თვითმფრინავი იმაში და დამახარჯინა ტონაფული, რომ გერმანიაში ჩავფრენილიყავი და გერმანიიდან წავსულიყავი, გამაფრინა სადღაც ბერლინში. აი ამ იმას გულისხმობ რა. წარმოიდგინე რა საწვალებელი იყო, აი ამ ჩვენ რო ნაკრები უნდა გენახა რამდენს ვრეკავდით, წუთი ღირდა $9. როგორ ახალმოდოთ და დავკიდები ტელეფონს. ანუ ვერც გეკითხე და კაცი რომ აბა საიდან მოდიხარ, როგორი ბილეთი აგიღო, რა დროს წამოხვალ, რა დროს წახვალ, სულ ამაზე იყო ჩხუბი რომ გუნდი და ფედერაცია შეთანხმებულიყო, რომელი თვითმფრინავით მოგვიწევდა ჩამოსვლა და როგორ მოგვიწევდა უკან წასვლა რა. სხვაშორის ძალიან დიდი კონკურენცია იყო და ხა ნაკრებში მოხვდა რა იგივე ხა აჩი კონკრეტის პორტუგალიაში თქავდა მაშინ ბევრი მარის ლეგიონერი პირველ გოჯა ქოქოშვილი სველი რომელიც აი სტაბილურად თამაშობდა პორტუგალიის გაბისა უგეგოდ გაბისაზე უმაღლეს ლიგაში მაგრამ კაცი ნუ ვერ მოხვდებოდა რა არა მართლა აი ყველაზე სულ ვიძახი რომ ის პერიოდი როცა ნაკრებ ჯერ 10-11-12 კაცი დინამო ვიყავით აი ვერაფერ აიღე და დადე რა მე ვერ ამოაგდებდი ვერავის და მე მახსოვს პერიოდი როცა
არ მინდა ის ცუდად ვთქვა, მაგრამ რამოდენიმე გუნდებიდან სპორებზე მაინც გამოიძახებდნენ უბრალოდ იმიტომ რომ არ ქმეოდა რომ მართლა ერთი გუნდის ნაკრებია რა. კაი პერიოდი იყო ამ ხრივ, ერთ ოთახში შეყუჟულები, ერთი გამათმობელი. ისე კაი გასახსენებელი. მე რაც ვიცი ახლა ძალიან ბევრი მას ვიცნობ ფეხბურთელებს ახლა ამ სფეროში საფეხბურთო ოჯახიდან ახლა გასაგები ახლა ამბობენ რომ აი ახლა რო ატმოსფეროა რა ვიცი ნაკრებში და მე მაშინ არ გამიგია რომ ნაკრებში რაღაცა ჩუდი ატმოსფერო და იმიტომ რომ ვინ ჩამოდიოდნენ შეკრებებიდან იმებიდან ემებიდან ველოდებოდი ცხადაძე როდის ჩამოიტანა ადიდასებსო და ერიგებინა კეც ხო და რატო ყვებოდი იცი შენ კეცვაზე რო ახსენე როცა ესე პოლონეთშიც თამაშობდა გია გურული. კი, კატოვიცეში იყო პირველად ეს როცა ბიჭები მიდიოდნენ სადღაც. აუცილებლად დინამოდან წასულ ფეხბურთელს კონტრაქტში ეწერა რომ ერთი შეკრება ან ორი შეკრება გუნდისთვის უნდა იმ გუნდს ემასპინძო. და ეს ჩვენთვის იყო წარმოიდგინე პოლონეთში ჩავედი და მე მახსოვს როცა ოთახში შევედი და კოკა-კოლა და სნიკერს წარმოიდგინე. ერთი 5 კოკა-კოლა და 1-5 კოკა-კოლა. აი ეხა გაეცინება ალბათ რა. აი 1-5 კოკა-კოლა და ზევიდან ერთი ესეთი შეკვრა ეს შოკოლადები რა და ეს მეთქი ეგეთი რამე ეხა რაღაცა სასტუმროებშიც ვართ ნამყოფი და ვინ დაგახვედრებს ეხა მაცივარ სარგულის და რო ჩავედი თან გვეშინოდა ერთი დღე ხელი არ ვახლეთ იტო სათქო მაგის პული დღეში $1 გვაძლევდნენ იმას სუტოჩნის ეძახია რა დღიურს და ჩავედი ეხა ქვევი და ვარკვევთ რომ ეს იმის გორ დარჩა გია გურულმა თავისი ფულით ყველა ოთახში დაგვახვედრა ეს დასასმელი რა ხო ის ძალიან მაგარი დონის ფეხბურთელი ძალიან მაგარი მე იგივე კეცმანუ ისედაც ეგეთი იყო რა სადაც არ ჩახვიდოდი ეს გადახდილი ეს აი ცხადაძე მაგალითად ხო აი არ არსებობდა რომ ეგენი არ ჩამოსულიყვნენ და 1-5-7 წყვილი ბუცი ანუ გერმანიაში ხადაძემ ნაკრების ფორმატ ჩამოიტანა მაშინ ხო ვინცასული იყო ყველა ეხა არა ეგენი ადრე წავიდნენ რა მე რატო ვიძახი ცი უკაცრავად რაღაცა ბევრმა არ იცის და მაგალითები მოყავთ ხოლმე რომ აი ხორვატიის ნაკრებზე მაშინ რომ პირველად გავიდნენ რომ ისინი თავის ხარჯზე ჩამოდიოდნენ და აი ჩვენები ისეთები არიან და რაღაცა და იმას ითხოვენ და ამას ითხოვენ ბევრმა არ იცის რა და ეხლა ცუდი ის არის რა დამკვიდრებული და მე მინდა რომ ეხლა ხო მე ხო გარედან კაცმა რომელიც ამ მოვლენების მომსწრე ვიყავი როგორც ფეხბურთელი და მე როგორც ჟურნალისტი არ იყო ეხლა ეგრე რომ ხორვატები ჯიგრები არიან და თავის ხარჯზე ბილეთს ყიდულობდნენ და ეხლა ბევრი ხალხი არ ჩანდა ვისაც ბევრი რამე გაუკეთ ეგივე ეხლა ომარ თეთრაძე ვახსენეთ ხო ძალიან ბევრი რაღაცაა გაკეთებული არა ყველა ვისაც ორი კაპიკი მაშინ ქულა რაღაცა წამლებიდან დაწყებული პირსახოცები და ეხლა შლობა იმე ეხლა იმას აღარ ვიძახი რა ჩემს წრე რომ ბაზასთან რიგები რომ ვისთანაც ერთხელ გამარჯობა უთქვია და უბანში ვიღაცა და ისა და ეს ანუ ეხლა ძალიან ისეთი ხო და აი რა მინდოდა მე თქვა რომ გურული ვახსენეთ და სამწუხაროდ აი გარდამავალი თაობაში გურულს იგივე დათო ცომაიას რომელიც ძალიან მაგარი საყრდენი იყო ძალიან მაგარი საყრდენი ბესი გოჩა ტყებუჩავას ფრიდონაშვილს რომელიც პირველ ლიგის ბომბარდირი იყო გურია რო გადმოვიდა ისე მოხდა რომ აი არ მოუწიათ რა იგივე დარასელია ძუკუს ეხა არ მიწყეს გიორგი ძალიან სერიოზული ფეხბურთელი იყო მაგრამ ნუ აი ისე მოხდა რა წლები ისე დაემთხვა რომ ამ ხალხს არ მოუწია თორე აი ეს შერწყმა რო ყოფილიყო კიდე უფრო სერიოზული და ესეთი ნაკრები ნაკრებს მოკლედ 2026 წლის ნაკრებსაც ხო და მე ხა ერთი შენი ანალიზი მაინტერესებს ხო აი ჩემასაც ვიტყვი მარტივად რო თქვა ჩვენთვის უკვე და კარგია რომ ესეა ანუ ჩვენს ვცდილობდით თავიდან როცა ნაკრების აი ესეთმა კარგმა წარმატებამ ძალიან გამოასწორა ჩვენი გემოვნებაც ხასიათიც სურათიც ხალისიც სტადიონზე წასვლა დროშა ფერი ხო გახსოვს ჩვენ დროიდელი სტადიონი გადამუქებული ეხა სულ გაგიმევი და ერთი მხრივ შეცვალა ამხანაგურ თამაშზე განწყობა რისი ანუ ჩვენ ყველა
ყველა მწნელი, ყველა ფეხბურთელი ვაიმე ერთ წააგები. ამ ხან თამაში არ არსებობდა რა. ყველა ოფიციალური იყო რა. მიხარია რომ ეს და ქვეცნობიერად მაინც ესია, ამ ხანაგური თამაში არის, ამ ხანაგური, ჭუბი არ არის, არ მორევაზია. ხო და მიუხედავად ისა რომ ყველა თამაში მნიშვნელოვანია და მაინც ჩემი აზრით ყველა ჩვენ ამ ხანაგურ თამაშს უკვე ეს ძალიან დიდი ზეწოლა მოხსნილი აქვს და მაინც მიუხედავად იმისა რომ ბიჭებს ვერ დავაბრალებ ხო რაღაცა ვინმე ან რაღაცა მაგრამ აქ რა მაინც თავისი ეს მეგობრული თამაშის ელფერი ყოველთვის დაყვება და ამ თამაშსაც ჩემი აზრით მაინც ქონდა ეს და არ მინდა რომ კრიტიკულად მიუდგე რომ ახლა ვერ ვიტყვი რომ ვინმე ძალიან კარგად ითამაშა გარდა ისევ კვარაცხელიასი ყველა მითამაშა არაუშავს და უბრალოდ ჩემი აზრია ესეთი რომ რაღაცეებით კიდე ჩემთვის გულის სიყრმეში ზოგი ახალწვეული ზოგი ახლიდან რაღაცას ფიქრობენ ეხლა ალბათ კიდე ერთი თამაში მოვა და რაღაცა გადახალისებასაც არ ვიცი ეხლა რამდენად უნდა ყველაფერი კი მინდა გურამს დიდი მადლობა რა თქმა უნდა ამ ხელა გძელი კარიერისთვის კაშიას გულისხმობ დაანება სანაკრებო თამაშ თავი ერთ თამაში თამაშებს ამდენადაც თვითონ განაცხადა და ამდენი თამაში ხა რეკორდ 129 იქნება რუმინეთთან 2 ხო და არ ვიცი ხა ეს ჩვენი მაგარი სიტყვები თქვა რომ ბავშვობაში ერთ თამაშზე ოცნებობდი და 130 ვითამაშე მოხსნის მამარდას ალბათ მეკარეს აქვს ძალიან დიდი შანსი და მეკარე მაინც არ ითვლება ხოლმე რა ეგეთ სტატისტიკაში ძირითადად მე თამაშები და კიდე ერთხელ გურამს დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის რომ ესეთი მართლა უმნიშვნელოვანესი სანაკრებო კარიერა და მისაბაძი და რა ვიცი ყველა ახალგაზრდისთვის და კიდე ერთხელ დიდი მადლობა და თქვა მინდა იმისა რომ ვერ გამოვარჩევ ეხა მე გუშინდელ თამაში ვერავის ეხა ყვარას გამოვარჩევ იმიტომ რომ ითამაშა კიდევაც შეაგდო კიდევაც თუ გოლი გინდა რომ ჩემთვის მეორე გოლი ბევრად უფრო რთული შესაძლებელი იყო ვიდრე პირველი ეხა მე პირველ გოლში ცოტა მეკარეს დავაბრალებ რაღაცას რომ ისეთი კარგი ბოლომდე კვარისებრული დარტყმული არის შეძლო რომ დაუშვათ ცოტა მოეგი მაგრამ ნუ 10-იანი შეიძლება შორეულში ელოდებოდა და ის რაც შეასრულა თავის კი ექსკურსიანი იყო რაც გააკეთა შეაგდო პირველ გოლზე მოძრაობაზე მე მგონი დაიჭირა არა არა ატარა მაგრამ ჩემია მე ვიძახი მე მეორე გოლს უფრო რთულად შესაგდებს ვიდრე ჩემი აზრით პირველ მაგრამ მომენტი არ ქონია რაც ყველაზე აი თუ უნდა ეხა ცოტა კრიტიკაც თქვა კრიტიკა თუ არა კრიტიკა არა რეალურია ხო შეიძლება რომ საგოლე მომენტი როგორც ესეთი ჩვენ მქონდა ერთი ძელი ლოჩოშვილმა თავით ამოწოდებული მქონდა კარგი მომენტები ასევე გვერდიდან ჩამოწოდებული მაგრამ აი იმათ რომ მომენტი ქონათ რომ გაეპარა ერთი კაცი ერთ-ერთზე და ბერიაშვილმა არისო კარში თავით რო დაარტყა ეგ 2-2-ზე იყო 2-2-ზე და მე 2-0-დან უსვათ 3-2 ძალიან დაგვაწყდა არც ის მახსოვს სიმართლე რო გითხრა შეიძლება შენ გახსოვს რომ 2-0-დან ჩვენ თამაში ვერ მოგვეყო იყო ეგეთი ნაკრებში როდისმე მე ვერ ვიხსენებ აი თუ რაღაცა ესე ვიღაცას დაეტრიალებინა არა 2-0-დან ჩვენ რო 2-0-დან თამაში ვერ მოგვეყო მეც არ მახსოვს ეგეთი ისა ისე ეგეც ის არის რა ქვია ცოტა ვერ გავიგე დავითაშვილის არ თამაში ცოტა ვერ გავიგე არ ვიცი თავიდან მაინც მგონია რომ დავითაშვილს უფრო რა უნდა ნახოს ახლა ზურიკოსი სანახავი აღარაფერი არ არის ალბათ საუკეთესო ნუ ყვარას მერე ვიტყვი და ნუ ხო და შეიძლება რომ იცის მაგიტომაც არა თამაში ხო მაგიტო ვიძახი ხო ახლა ამ ხანაგური მაგისტრის ჩემი ახსნა ეგეთი იყო რომ ნუ აქ ამ თამაშებში უფრო აინტერესებს ვიღაცა რამდენად შეძლებენ ხო ბერიაშვილი იყო გადრანი არა მარტო ბერიაშვილი გადრანი მამაგეიშვილი ხო და ნუ რა ვთქვათ ეხა რომ რატომ არა თამაშა არ ვიცი მიზეზი უბრალოდ ჩაკვე არ იყო დაუშვათ იმასაც ტრაუმა ჰქონდა გოგლიჩიძეს არ იყო ტრაუმა ჰქონდა ცოტა ხო ნუ ზურიკო ჩემი აზრით ხო თუ შესაძლებელია რომ დღეს ადამიანი რამეს რაღაცა დონეს აკმაყოფილებდეს მე მგონი ძალიან ეროვნულ ნაკრებში ითამაშებდა ძირითად ჩემად არა მაგაზე არ არის საუბარი მე მეტი უკეთესი ხო არ შეიძლება რა რომ იყო მაგ ფორმაში უბრალოდ მე მართლა არ ვიცი მიზეზი რატო არ იყო ძირითადში შესაძლებელია რომ რაღაც ამ ფორმაციაში თავიდან ვერ გავიგე 4-ით მე 5-ზე თუ
სამი ცენტრალური მცველი ვიყავით, მე ფლანგებზე იყო მამაგეიშვილი და წიტაიშვილი. წიტა უფრო შუაში მექვაბიშვილი, კიტეიშვილი და ისა რა ქვია? რა ქვია, კაცო, გაგნიძე და წინ კვარა და ისა. ვიტყვი რომ ხა ვერ ვიტყვი ჯორჯი რომ არ არის ალბათ საუკეთესო ფორმაშია ხო გოლის ფაქტიურად უგოლოდ საუკეთესო ლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელი ცოტა დამატდა თვალში 9 გოლი აქვს ჩემპიონატში ხო დამატდა თვალში ნამდვილად უკეთეს თამაშს ველოდი მისგან უფრო აქტიურს სხვათა შორის ხა ისრაელსაც რამდენადაც ვიცი რამოდენიმე ფეხბურთელი ესე აკდა როგორც ჩვენ და ვერ ვიტყვი ხა რომ მოსაგები ქონდათ არაფერი იმათ მოსაგები არ გვაქვს მით უმეტეს 2-0-მდე უბრალოდ ორი კაი მომენტი ქონდათ იმათ ხა მე ამ თამაშს მაინც შევაფასებდი იმითი რომ აი აბა გადავხედოთ ერთი ვინ რას როგორ რანაირად აკურდებოდა ხო ალბათ მოყვები მაგ აზრში რატომ ჯერ ესეთი ამხანაგური თამაში და მწვრთნელმა თვითონაც პრესკონფერენციაზე მე აღნიშნა რომ აინტერესებს ახლა ფაქტობრივად დაცვა დაიშალა, ხო? კაშია, კვირკველია და თქვათ გველესიანი არ არიან. ესე იგი ბერიაშვილს, რომელიც სწორია რომ გამოიძახეს, იმიტომ რომ ხა უნგრეთის ჩემპიონატში NTK-ში თამაშობს 3-4 წელია, სულ სასტარტოშია. ნამდვილად კარგი. ახლა ეს თქვათ გადრანი კაირატში იყო და გადავიდა ეგ ბეითარში და შორის გადრანი ძალიან დიდი ხანია ესია რომ აი როდის უნდა გამოეძახა და გამოიძახა მამაგეიშვილმა ბოლო თამაში ითამაშა სასტარტოში ზალცბურგთან ითამაშა გრაცის შტურმთან და მარცხნივ ხა მე მაინც მგონია რომ ჩემი აზრი არის უბრალოდ ისეთი კონკურენცია რომ წიტაიშვილი რა პოზიციაზე თამაშობს მეცში ეგ არის მაგის საუკეთესო ადგილი მარჯვნიდან იმიტომ რომ გრანადაშიც ძალიან მაგრად თამაშობდა აი და მეცში ახლა შენ ჩახვიდე ტოპ 5 ლიგაში თან ყველაზე პლუსი რა არის რომ პროგრესირებადია უმატებს რა ბიჭი ეს ერთ ადგილას ახლა საფრანგეთის მე იმაში ჩახვიდე და იქ ახლა ყველა თამაში სასტარტოში აზაროვი ყავდათ გამოძახა აზაროვი იყო და არა თამაშის ზოგადად აი აჩიკოც დამეთანხმება რომ პრობლემაა ეს მარჯვენა მცველი აი მე ვიტყვი პირდაპირ ხა დასამა გელა კეტაშვილი რაც წავიდა ჩვენ მაღალი დონის რასაც ქვია ჰაი კლასის მარჯვენა ხა რო თქვა რევიშვილი თქო ხო ბევრს არ გაახსენდება რა ზაზაც ბიჭო რა არა რა ზაზა 16 წლის იყო თბილისის დინამოში მარცხენა ნახევარმცველს თამაშობდა სხვათა შორის რა და მე გადაიყვანეს მარჯვენა მცველზე ესე იგი მარჯვენა მცველის პრობლემა იმდანაც ჰქონდა ხუდუშაური ხრუბეშა ყველა მიცი ცენტრალური თავდასხმელი იყო მარჯვენა ჩივაძე მარჯვენა ახლა ზაზა ძლეოსნობაზე დადიოდა პირადად ნახალოკელები მარტივად გადაკეთდნენ 11-დან 0 ზარბოდა 100 მეტრაზე და იმაზე გამოდიოდა ძალიან ის იყო და ბურთიც კარგად იცოდა და უფრო კაი კარიერა მქონდა რა ფაქტიურად ეგ კაკაბაძე არის შეუცვლელი რა აი კაკაბაძე გჭირდება ჩანს რომ ახლა ვის მოწონს არ მოწონს ჩანს და თან ყველა როგორ არის ეგენ იცი რომ აი ისე კი არ არიან რომ ბავშვობიდან დაიწყეს რომ აი მარჯვენა მცველი კაკაბაძე ვასკა მაისურაძემ დაწია ნაკრებში 17 წლამდელებში იგივე ახლა გოჩოლეიშვილი თავდასხმელი იყო და ლევანა კორღალიძემ ჩამოწია უკან აზაროვი მარცხენა ფლანგელი იყო შემტევი იყო და დაწია უკან ესეთი ისა ტაიშვილი შემტევი ნახევარმცველია ახლა შემტევი მე ახლა ჩემი აზრია რომ მისი პოტენციალი, აი მარცხენა ეხლა გასაგებია რომ იძულებითია და მწვრთნელი და მისი პოტენციალი ვერ ვლინდება იქ და თან როგორი არჩევანია ეხლა ზურიკო ახსენე ხო? ზურიკოც საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ საუკეთესო ვერსია იმ სენტეტიენში თამაშობს მარცხნიდან. აი საუკეთესო მარცხნიდან ეხლა კვარა როცა ყავს მარცხნიდან აი მწვრთნელის ის არის რომ აი ვის როგორ მოუძებნი ადამიანს როგორ არის ხო მწვრთნელებთან საუბარი ჯობია რომ ცოტა ყავდეს და ნაღდი იცოდე რა როგორ აი ეს მე ცოტა გრევს დილემაა და თან როგორ არის ერთი კაცი რომ მოგაგდება მე აი ვიშია და ეხლა გვყავს ჩვენ რამოდენიმე ფეხბურთელი ვიცას ესე იქ ქოჩორა არის იქ ჩაკვე არის ნუ ხა კიტეც რანერათაც ეხლა ფაქტიურად გუშინაც უშეცდომოთ ხო ნუ კუნთის ტრავმა მიიღო და 56 წუთზე შეცვალეს და მექვაბიშვილსაც მცირე ტრავმა ჰქონდა და მე ყველაზე დიდ პრობლემას ვხედავ დაცვაში რა აი დაცვის ხაზი უნდა დაალაგდეს იმიტომ რომ აი ჩემთვის ახლა იდეალური ალბათ იდეალური იქნება ლოჩოშვილი, დვალი და გოგლიჩიძე რა უბრალოდ ახლა როდესაც ლოჩო და
დვალი მემარცხენეები არიან, აი მარცხენა ცენტრალური ვინ იქნება, მარჯვენა დამცველი მარცხენა ფეხით ხო ძალიან აი ვინ იქნება და მეკარეც კიდეზე ვიდა მარცხენა ეგეც ის არის და სერიოზული სამუშაო აქვს. ეხლა თან უკვე პერიოდი დგება როგორ თქვათ ისი იყო ის ვაისის ასე თქვათ რა ძალიან მემკას დღემდე ვემადლიერები და დიდი სამუშაო გაწია და დატოვებული გუნდი რომლიდანაც წავიდნენ ფეხბურთელები ახალი ისინი მოვიდნენ სიტყვაზე იმაზე დააშენა კარგად ეხლა სანიოლს ეხლა აღნიშნო რომ ეგ ვაისის დაწყებული ცხადაძეს დაწყებული კი მადამეც კი ეგ ფორმაცია რა და ამანაც დააშენა სანიოლმა რამაც ნუ მოგვიტანა ეხლა რაც არ უნდა ვიძახოთ ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალში გავედით ეხლა შენ გინდა ისე ეხლა ის არაფერი არ უნდა უკარო ხო ცხოვრება ესე გრძელდება და ეხლა უკვე სანიოლის დილემა ის არის რომ თვითონ უკვე ხო იცი ეხლა ითხოვს მაყურებელი რას რომ ეხლა ისე უნდა გავიდეთ და ხო და ჩვენ უნდა აუხსნათ ჩვენ მაყურებელს რომ ეხლა ბელიგის მოგება სადაც ისეთი გუნდებია რომ გადახედო შენ რო გახვიდე ჯგუფი უნდა მოიგო მერე ნახევარფინალი უნდა მოიგო და მერე ფინალი უნდა მოიგო და რაღაც თამაშები ვარდება ხოლმე ჩვენი დროინდელი ბელიგა ისეთია რომ რო ფიქრობ ხოლმე რომ ხა კი არ ვიძახი რომ ჩვენ რო ამ გვეთამაშა ესე რომ იცი ჩვენ რო ცე გვეთამაშა თუ დე გვეთამაშა არავინ არ იცი ხა ალბათ ხა 10 წლის მანძილზე ერთხელ ჩვენ მოვიგებთ აი როგორ რა თქმა უნდა ისე იგი შანსი რო არ ქონდა რა არა შანსი გერმანია ნოლი იყო შანსი არა მართლა რომ მოგეგო მაგათთვის ნოლი იყო შანსი როგორც იტალიას ხა ვერ წეთამაში წესირად ვერ მოგვიგეს აბა სადა ორი პენალი ეს მაინც გაგწევდა და პირდაპირ აი ვიტყვი ხა დასამალი არაფერი არ მაქვს ხა ფეხბურთელის პოზიციიდან რომ აი 90-იანებში რაც იყო ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა იყო იმ ნაკრების მიმართ. ეხლა პირადად ვარ, თამაში არ გამიცდენია და ეხლა ინგლისის თამაშზე ვარ. წარმოვიდგინე პირველად მანდის როლეს ბოთლები რა, კოკა-კოლის რა, მაშინ შეტანა ხო და ეხლა ნუ ინგლისის ნაკრებს რო გადახედავდი, ხო? ტონი ადამსი, ბექემს არავინ არ იცნობდა. 2 მეტრი ყველა დამცველი. გასკოინი, მაკმანამანი არ ათამაშეს, ეხლა ლეს ფერდინანდი, ტედი შერინგემი, ხო, ბექემი არ იყო მაშინ ისეთ იმაში რა ქვია ხო და ნუ ეხლა გუნდები გამოდიოდნენ და ნუ ჭამდნენ რა ეხლა თან სხვათა შორის ინგლისმა ეხლა ბურთით მაგრა გვაჯობა რა მაგ თამაში არ იყო თბილისის თამაში და აი სხვათა შორის 60-49 და კაი მწვრთელი ყავდათ ის გლენ ჰოდლი რომელიც სხვათა შორის აი მერე საერთოდ აღარ გააკარეს საქმიანობას რაღაცა ის მოხდა მან ამ შიშუმ პირზე თუ რაღაცა პრესაში რაღაცა თქვა რა ეხლა თვათ შეიძლება იმაზე არ უთქვია და იქ ხო იცი ეხლა ერთ იმას რო აიღებენ ხო და ეხლა გუშინდა თამაში რაც შეეხება ნუ ჩემი აზრით რა ეხლა ისრაელი არ არის ხე ესე ხელწამოსაკრავი გუნდი ეს ბევრი ის ახალგაზრდული გუნდია რომელიც ოლიმპიადაზე გავიდა 2020-ში გლუხი და ისინი ეს პერეცის ხო და არ არის ესე რომ ეხლა ისრაელს როგორ ვერ უნდა მოუგო მაგრამ თუმცა როცა 2-0-ს იგებ უნდა შეინარჩუნა ეს ისა მე რაც თვალში საცემი იყო რომ კიტეიშვილის გასვლის მერე რაღაცნაირად ნახევარდაცვა მოიშალა ეხლა გასაგებია იქ ეხლა ის გოლებიც ეხლა ცენტრალური მცველები რო ხარ ეხლა პირველი გოლიც ნუ დაცვის ცენტრით ჩავარდა ეხლა გამოვცდელები არიან ეხლა სანაკრებო თამაში საკლუბოსგან განსხვავებით აი სხვა რაღაც აი ნაკრების თემა ეხლა თქვენთანაც უსმენ ხოლმე რომ აი ჩემპიონთა ლიგაზე საკლუბო დონეზე გირჩევნია თამაში თუმცა მე ვიტყვი რომ სოფლიო ჩემპიონატზე იმიტომ რომ პირადად ვარ ნამყოფი ორ სოფლიო ჩემპიონატზე გაშუქებული მაქვს თავიდან ბოლომდე აი გერმანია არგენტინის ფინალზე ვარ მარაკანაზე ნამყოფი და სამ ევროპის ჩემპიონატზე თავიდან თამაშებზე არ ვიძახი. არა, ისე ვიძახი რა და მე აი სანაკრებო დონე, აი ახლოს ვერ მე ის ატმოსფერო რაც იქ ხდება და რასაც შენ შეიგრძნობ ნაკრების დონეზე, ეხლა ის დაძაბულობა ისეთი არ არის. მესის თამაშები და ნეიმარის და ესე რომ უყურებ და იქ მე არგენტინელ გულშემატკივარს რომ ბრაზილიელი კი ვარ, მაგრამ ვაღიარებ რომ არგენტინაზე მაგარი გულშემატკივარი არავის არ აყავს რა. აი მაგას ვიძახი, ეხლა ჩემი თვალით რაც ვნახე. ჩემი თვალითაც ვნახე, ეხლა წარმოიდგინე არგენტინა ჰოლანდიის თამაშია, ფანზონაში ვარ 2014 წელია და მაგარი თამაში რომ მოუგო არგენტინამ და 1-10 კაცი, ეხლა ფანზონა რამხელა იცი, ეს კოპაკაბანაზე იყო, შემოსადგურე, უზარმაზარი და
ნუ იქ წინ ჩანთები ჩამოკიდებული და მუხლებზე დაჩოქილები მოდიან რა ესე ხო და ერთი მეკითხება ინგლისელი ესო რა საკეთე მე ვთქვა რა ვიცი რიტუა მე რა ვიცი რა საკეთებ თან როგორ იცი ტიპები ჩამოსულები მანქანებში ცხოვრობენ და ჩვენთან რო 90-იან წელი გამოხსენდა რომ ისინი უდგათ რა ქვია კერასინკები და იმაზე ტაფაზე და ქვაბზე საჭმელს აკეთებენ და იქ არის ახლა ფული არა აქვს რა ღარიბი ქვეყანა რა ვიღაც ტიპებს პლიაჟზე ეძინათ გამოძვრებოდნენ და ტანსაცმელს ზღვაში ოკეანეში რეცხავდნენ და იქვე მიაფენდნენ იმას რა ქვია ფანზონის რაც არის შემოსაზღვრული ისა იმაზე ვიძახეთ ცოტა ისე წავედი ხო და უბრალოდ ახლა ნაკრები სხვა პრესია ნაკრები ხო აბსოლუტურად სხვა ზეწოლა თორე შეიძლება ხარისხით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი უფრო მაღალი დაუშვათ მე კიდე ერთხელ არა ვარ იმის ნამდვილად რომ ამ თამაშიდან საბოლოო ის ჩამოგეყალიბდეს რა მაგრამ აი შენ როგორ ფიქრობ ჩვენი ეს არსებული ქვეჯგუფი რაც ყავს ეხა და მაინც თვლი რომ უნდა ვიწვალოთ ბეში უნდა ვიყოთ იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ რთული აქედან გასვლა მე მაინც ვფიქრობ რომ რამოდენიმე ხანში ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს ბეჯგუფიც რა და ყოველ შემთხვევაში იმაში მაინც მოვხვდეთ რომ იქ მე ერთი ეს გადათამაშება თამაში იქნება აი როგორ ფიქრობ ამ ნაკრებს ახლა მე აი პრაქტიკულად უყურებ ახლა ზოგადად რეალურად რა რაც არის ჯგუფი არის როგორი შეგვიძლია პირველზეც გავიდეთ შეგვიძლია ბოლოზეც გავიდეთ რა ახლა იმიტომ რომ დავიწყეთ ბოლოში კინაღამ ახლა ეს უკრაინა მუდმივ თავის ტკივილია ახლა აგერ შორის გუშინ წააგეს გასაკვირად სახში ნუ ახლა შვედეთთან რომელიც მათ შვედეთმა სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში თამაში ვერ მოიგო ერთი ქულა იყო მაგრამ გასაკვირია ჩრდილოეთ ირლანდია რომელიც ახლა ეჭიდავა იტალიას და იქ გასვლა მაგათი ჩრდილოეთ ირლანდიის და უნგრეთი რომელმაც ნუ სასწაულში იმას ქნა და ეხლა უნგრულ ფეხბურთს აქვს რა სანაკრებო დონეზე აღმავლობა და ეხლა 1986 წლიდან 2016 წლამდე არც ერთი ტურნირზე არ იყვნენ მოხვედრილები რა და 2016-დან ევროპაზე და ემაზე და ერთი პერიოდი გერმანიელებს და იმებს დაანგრიეს თუ გახსოვს ხო და აი როგორი რეალურად უნდა ვილაპარაკოთ ეხლა თავს ხო არ მოვიტყვილეთ ჩვენ არა ვართ ის გუნდი რომელიც რო ეხლა გავალთ და ამათ ყველა შევჭამთ და ეხლა მაყურებლის მე პრაქტიკულად მოსაძებიდან გამომდინარე მთავარია ამ ლიგაში ჯერ ადგილი შევინარჩუნოთ რა აი ფეხი მოვიკიდოთ და მე აქედან ჯგუფიდან გასვლაზე მან სხვა შორის კაის დაემატა რომ მეორე ადგილიც პლეი-ოფს თამაშობ რომ შეგიძლია ამ ლიგაში აყვიდე რა ერთადერთი რაც ყველაზე თვალშისაცემია ჩემთვის რომ შუა გზაში არ ვკარგავთ იმეც როგორც ძირითადად ჩვენობას 4 ტურის მერე უკვე და ეხა არის ბოლო თამაშამდე თუნდაც ჩეხეთის თამაშამდე ხა წინა კლუბში ქონდათ რომ მოგვეღო გავდიოდი ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა სხვა შორის მიკოს ხოლმე რომ კრიტიკულად უდგებია და ეხლა ბოლო ტურამდე შანსი გაქვს ხო რა რატო ეხლა ვერ მოიგებ ეხა ყველა თამაში გასაგებია ეს თქვა რაღაც შეცდომები თვითონაც აღიარეს ქონდა თქვა ალბანეთთან თამაში სანიოლს მაგრამ ის ალბანეთი აგერ პლეი-ოფს თამაშობს ეს უნდა დავიწყოთ რომ ალბანეთი ეხლა რატო გვაქვს ეგეთი ამბავი ერთადერთი თამაში გვაქვს ალბანეთში მოგებული და მეორე იყო ქოჩორა პირველი ამათ ფორმაციის ნაკრებმა შოთამროში აგდო იმის მერე სადაც დაგვიჭერდა ჩვენ უგები ყველაზე კაი ის ქონდა 6 თამაშიდან 4 ქონდა მოგებული ალბანეთთან ყველაზე კაი ის ალბანეთთან სტუმრად ქონდა სტუმრად ქონდა ერთადერთი თამაში მოგებული ცალ ჩავდიოდით ის იგლიტარე და ისინი რო ყავდა დავიანთი და მეორე მოუგეთ ქოჩორამროში აგდო რა ეხლა და ეს ჩვენ მოუგეთ თბილისში კიდე ერთი მე შეუგლია კი და იქ მერაბი რო იყო ჟორდანია თავარწმუნდა და მაშინ რომ მოუგეთ 3-0 შოთამ გააკეთა ჰეტრიკი, კარგი, პირველი ჰეტრიკი იყო, მაგის იმას ყაველა და ის რო ეხმარებოდნენ კეცბაია და ესე არ არის რა, ეხლა ძალიან ისე უყურებენ რა, ეხლა რომ იმას როგორ ვერ მოუგე არა გათანავდა ჩვენ გასაგებია იმ დონეზე ვართ ასულები რომ შეგვიძლია ნებისმიერ გუნდს ვეთამაშოთ კარგი ვეთამაშოთ, მაგრამ თუმცა აგერ დაგვანახვა რომ რატომღაც ხალხი ისე იყო განწყობილი რომ ჩვენ თურქეთთან სახში აუცილებლად უნდა მოგვეგო რა ეს წინავდა ეხლა თურქეთი ისეთი დონის გუნდია რომ ბოდიში რა ჯერჯერობით შეიძლება რომ მოგვეგო მაგრამ ეხლა შენი გუნდის სამი ლიდერი რომ იმტრება ხო მაგას ვიტყვი ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა რა არის წინა ნაკრებისაც რა იყო ამათი ფორმაციის რესურსი რა შენ რო ერთი კაცი გამოგაკლდება სიტყვაზე გამოგაკლდა კიტეიშვილი ამოიღე და აღარ არის გამოგაკლდა კაკაბაძე ან კიტეიშვილი და ვერ ავსებ და
წავა ის თურქეთი და გალათასარაი ფენერბახჩე ბეშიქტაშიდან თავისი ადგილობრივი ჩემპიონატიდან მოყავს იმას რა რესურსი დაემატა საუბარი ახლა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა და ახლა არის ხოლმე რა ესეთი საუბარი რომ ფეხბურთი ერთი კაცის თამაში არა ერთი კაცი არის გადამწყვეტი ხვიჩასთან და ხვიჩას გარეშე სხვადასხვა ნაკრები ვართ რა ეგ ახლა მაგაზე არ უნდა არა გამათოვებენ რომ როგორ შეიძლება ისა ერთი კაცი გამოგაკლდეს და ისა რატო ვერ გავედით ვაისის დროს თამაშის წინა დღეს დააფჭვინა იმას რა ქვია ხვიჩას აღმოაჩნდა კოვიდი ხო ხვიჩას და ვინც იყო შენგელიას რომელიც კაი ფორმაში იყო და მაშინ ხვიჩა ძალიან მაგარ ფორმაში იყო და ახლა გახედა იმ მაკედონიას ხვიჩარას მე იმაზრზე ვარ რომ გინდა ოქრიც მაგარ ფორმაში გინდა რომ ის გულშემატკივარიც დაეშვათ და რაღაცა ხვიჩას გარეშე ჩვენ იმ თამაში არა სტადიონი შეიძლება რაღაცა არა მაინც ვარაუდებია წესი და რიგით ეგ თამაში უნდა მოგვეყო გინა ხვიჩათი გინა ხვიჩას გარეშე ერთმა კაცმა გადაწყვიტა რა იმათმა ხვიჩამ გადაწყვიტა რა მე ვფიქრობ რომ მორალურად მან ხვიჩას არ ყოფნა რა წინა დღეს რო ხვიჩა გამოგაგა ჯობდა რომ 10 დღით ერთი კვირით ორი კვირით ადრე წოდნოდა რომ ხვიჩა არ აქვს და ნაგალად რა 24 კაცი და ხვიჩა რა ტრამით კი არა კოვიდით ეხა საზამასკა წარმოიდგინე ერთ ოთახში ვიღაცას ფანწევს იქ გუშინ ვიღაცას კოცი უკვე ყველაში ისია ყველა ჭამდა საუნაში ერთად ვიყავი ეხა ყველა იმის ვარჯიშზე ერთად ახარ ხო სადვის რა გამოუვიდა და რა პრინჩიკი ხო და უცებ აი მორალურად ის იყო რა ხო და აი ჯგუფზე ვიძახი რა ეხლა რეალურად რო ავიღოთ რეალობას ურა მოგწდეთ ყავს ერთი მართლა ტოპ ფეხბურთელი კვარაცხელია მიქაუტაძე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია ეხლა ლიგებიდან რო ავიღოთ ნუ მამარდაშვილს სამწუხაროდ არ უწევს მაგრამ ეხლა როგორ თქვა კაი ალისონი რო დაიმტორავო მაგრამ ნუ ეხლა ალისონს ნაკლებად დარდობ რა მინდა რომ მამარდაშვილმა ითამაშოს და სხვა შორის ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად ითამაშა და იქ ინგლისის ჩემპიონატშიც და ეხლა უყურებ ხოლმე რომ იქ ინგლისელმა ჟურნალისტმა იმან დაწერა ამან დაწერა შენ ქართველი რო ხარ შენ შეაფასე ყოველდღე რო უყურებ და შენ დაწერა ეხლა იქ მიკორძოება არ გამორიცხო რა იქ ისე არის აგერ გითამაშია ლეგიონერი იყავი და მართლა 10 თავით უნდა ჯობდე არავინ არაფერს არ დაგიფასებს რა ეხლა იქ ჩასული რო ხარ ისა და დაარჩენი ყავს ესე იგი ნუ საშუალოზე საშუალო ევროპულ დონთან გათან მე შუა ხაზში ვიძახი ეხლა უკანა ხაზში აშკარად მოსამატებელი გვაქვს და აშკარად პრობლემები არის და დასალაგებელი არის და ეს ამხანაგური თამაშებიც იმისთვის არის და აი რაც ჭრტნელის ფუნქციაც რა არის რომ სწორედ მოუძებნოს ადგილი რა იგივე რომ თქვა ზურიკოს პოტენციალი წიტაიშვილის პოტენციალი რასაც ვიძახი აი ბოლომდე გამოვიყენოთ რა ქოჩორაშვილი გვჭირდება რომელიც ახლა ნუ სპორტინგში ტრავმის გამო არ თამაშობს და ახლა კი იძახიან რომ როგორც მამარდაზე რომ აი აქ არ უნდა წასულიყო ახლა შანსი გეძლევა ცხოვრებაში ერთხელ ახლა ეგ რო გთავაზობ სპორტინგი და ლივერპული რო გეძახის მეორედ ეგეთი შანსი არ არის რა მე ადვილია მან იმაზე არ არის მარტო ფულზე და მაგალითად მე შუა ლევანტეში დარჩენილი აი გასაგები ახლა უკეთესი იქნება მაგისთვის მაგრამ ეგრე არა ხო რო აღმოხდება გულიდან გითხავს მაგრამ ხო მაგრამ ვალენსიაში მაჩანჩალა ვალენსიაში და მაქსიმალური რო გაქვს მამარდაშვილს ყველაფერი გაკეთებული აი არა როგორ წახვიდე რა ახლა რა სიძამ ნუ ესეა რა მაგაზე უარს ვერ იტყვი რა უნდა იბრძო მაშინ ვერასოდეს არ იბრძოს ხა ვერც იმას ვერ ვიტყვით რომ არ იბრძვის და კონკურენტი ყავს ალბათ საუკეთესო ხო კი რავი სამი საუკეთესო მეკარე რო დაასახელო დღესდღეობით ნუ ერთ-ერთია რა პლუს დონარუმა ალისონი და ნუ ვინ ახლა ნოიერი ისეთ დონეზე ვეღარ და ხო რა ეს საუკეთესო მეკარე ყავს ახლა მე ვფიქრობ რომ ცოტა მეტი უკეთესი ფეხბურთელი ყავს ვიდრე შენ ჩამოთვალე ჩემს ას ვიძახი ისეთ არა მე რას ვიძახი აი ტოპები თქვი და მე ევროპის სორე ახლა ტოპი 3 ყავს დანარჩენს ესე ვერ და იგივე ახლა კიტეიშვილი ახლა ზედიზედ ორჯერ რო გახდები ავსტრიის საფეხბურთო ფეხბურთელები ავსტრიაში არ თამაშობენ ხო ნუ არა ნუ ახლა მაინდა-მაინც ეს შეფასება ძალიან კარგი ფეხბურთელი რა ცოტა უფრო კი ბატონო მე კიტე არის ჩემი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხო თამაში რამოდენიმე ფეხბურთელის 5-6 კაც ვიტყვი რომ აი გამორჩეულად შემიძლია წიტაიშვილს აქვს ძალიან კაი პერსპექტივა რომ შეუძლია რომ კიდე უფრო მაღალ დონეზე გავიდეს მენანება ავსტრიისთვის მიუხედავად ისო ძალიან კაი კლუბია ჩემპიონთა ლიგასთან აი რაღაცებს მგონია რომ იტალია გერმანია მინიმუმ და იმას დავამატებდი რომ კიტეიშვილი რო არგენტინელი იყოს
აუცილებლად გერმანიაში ან იქ ითამაშებდა თქო. ეგ უბრალოდ ბრაზილიაში ხო წარმოგიდგენია? ზე ბევრად მეტის დამტკიცება გიწევს და ბოლოს იღლები და სადღაც კომფორტის ზონას ირჩევი, რომ კარგად ვარ, კაი გუნდი არის, არა ევროკავშირულობა, აი ეს არა ევროკავშირული პასპორტი, აი ძალიან ხელს გიშლის რა, ძალიან, იმიტომ რომ ეხლა ყო უყურეთ ჩემპიონატებს რა, ნუ არის ჩვენთან ნაკრებში ფეხბურთელები, რომელიც ეხლა იგივე კიტაიში რა, ლა ლიგაში საშუალო დონეში რა, ხეტაფეში არ დაგლიჯა? არა, საშუალოს რა, აი თქვა რეალი ბარსელონას რო ჩამოთო, ის მოდის რა, ის მოდის რა, რატო ვერ ითამაშებს კაცო, რა თქმა უნდა. მეც ეგრე ვთვი. მე ეგრე მიმაჩნია, რა ვიცი ახლა და იგივე აი ზურიკოზე ჩემილია ყველა გუნდში უახლოესი აი გარი რაღაცები პრინციპულად არასწორად არის თქვა რა ჩაკოეტაძე და ზურიკო არ არიან მეორე დონის დივიზიონის ფეხბურთელები და რომ გავა 5 წელი და ეხლა 3-4 წელი რომ მეორე დივიზიონში თამაშობ მე უკვე მეორე დივიზიონის ფეხბურთელი ხარ როცა 4 წელი მეორე დივიზიონში რომელი ქვეყნის მეორე დივიზიონი მაგასაც ახლა ხო და უკვე 4 წელი რო თამაშობ აღარ გააჩნია გიო ცოტა სხვა სიტუაცია აქვს ჩემი აზრით იმიტომ რომ მაინც ეს ფეხი კი მაინც ისე ტრავმები გადაიტანა რომ ის ყველა ჩემპიონატი ჯობია მაგ ფეხი. მაგას მიჩვენია ალკმარში თამაშობდეს ბევრად ან რამე ისე და აი ჰოლანდიურ მეოთხე მეხუთე. აი სხვათა შორის ჰოლანდია ახსენე მომავალ პერსპექტივაში მე მაგალითად ნუ ეხლა ჩემი თქმა რა თქმა უნდა რომ აი ეგოიანი ისე თამაშობს, რა ქვია, ეხლა ახალგაზრდული ახსენე და ახალ კაცმა ეხლა იმ დღეს ვითვლიდი, რაღაცა მიყოლებით ქონდა 10 თუ 12 თამაში 90 წუთი შეუცვლელად და ნუ სასტარტოზე მოხვედრა და ეგ მე-80 წუთზე შეცვლა და აი შუა ხაზში ნახევარმცველი ალბათ ნუ უახლოესი იმისთვის ბუდუს გამოიძახებენ რა წესით რა მეც ველოდებით რა უკეთესად გვინდა გერმანიაში თამაშობ ჯანზე ხარ ჯერ კიდე კი ენერგიულად ცოტა უფრო უკეთესად უნდა გამოიყურებოდეს იმიტომ რომ ახლა თქვათ ეგო შუა ხაზშიც აი კიტე რო გვაკლდება აი ესეთი უკვე ახლა ნუ ქოჩორას არ ყოფნაც უკვე ვერ ძალიან მარტივად ჩვენთვის კიტე-კიტეა ხო რა ჩვენი კიტეა მაგრამ აი ხა უცებ გამოვაკელი ბუსკეტსი გამოვაკელი ყველაზე კარგ დროს რომელიმე პირლო ან ზიდან რავი ნუ აი ვიღაცა ისეთი ვინც წინა ხაზ და შუა ხაზ შემკრელია რა შემკრელია ხო არაფსებული ბურთის ამომტანი მიიღებს ხო რა თქმა უნდა ყოლოდა იმას ბარსელონას რა რა თქმა უნდა ერთი კაცის ტირის ყველა რა თქმა უნდა რეალ მადრიდის სველიც გამოდის და იცახის ფეხბურთელი არ მყავს მაკლიაო და ხო რეალ მადრიდის ფეხბურთელი აკლია როდრი ტირო და წელიწად ნახევარი ისა რა ქვია გვარდიოლა როგორც კი დაიმტრა როდრიო თამაში ვერ დავალაგიო დღესაც არ არის საუკეთესო ფორმაში და ხანდახან ეხა უბრალოდ ალბათ ცოტა უთხრდება რა კიდე როდრიზე რო ილაპარაკო წელიწად ნახევარი ლაპარაკობდა გადაგვაყოლა ნუ რესურსი მომავალი გჭირდება და რა ვიცი ახლა ამხანაგურ თამაშებზე მეც დიხანია შევეშვი რაღაცნაირად თვალით შეხედვას იმიტომ რომ ნუ წვრთნელია და ბოლო შეიძლება აი მართლა აინტერესებდა კონკრეტული სამი ფეხბურთელი კონკრეტულ პოზიციაზე რას იზავდა. იმიტომ რომ მომავალში იცის რომ შეიძლება დამჭირდნენ და ეს იყო მიზანი ამოცანა ამხანაგურ თამაშების არის რომ წვრთნელმა რაღაც დაინახოს რომელიც გამოადგება არა ამხანაგურ თამაში. და ჩვენც ახლა ვარჯიშზე უნდა შეხედოს კოლექტივთან როგორ არის გარემო როგორ იქცევა რაღაცა. ხო, ეს არ არის მარტო რომ ბურთი როგორ გაიჩერა და რამდენი პასი მიცა და რამდენი მოატყუა. იქ როგორ ჩაჯდა როგორ აი შეხო ახსნე რამოდენი ფეხბურთელი ხარმიდა ისე გვარები ვახსენო ჩვენ დროინდელ ნაკრებში საუკეთესო ჩემპიონატები ჰქონდათ ანუ თავისი კარიერის რა და ნაკრებში რომ მოდიოდნენ იცვლებოდნენ არ მახსოვს ბიჭო ვარჯიშზე ზოგიერთი აი რაღაცნაირად უცებ ითრგუნება ხო აი იყო რა იბორკებოდნენ ბიჭო ხო გეუბნები დინამოსაც ჭირს ეგეთი რა. კი ბატონო, აი ზუსტად მინდოდა მეთქვა რა. ეს არის რაღაცა ისეთი სიტყვა რომ აი ხა მინდა რომ რაღაცა განსაკუთრებული ხა დინამოს ჩემზე მეტი მლანძღველი არ აქვს. მარტო იმიტომ რომ ისე მინდა რომ ყველაზე მაგრები იყვნენ, ანუ კარგი გაგებით ვიზა ქსუ აკრიტიკებს. მე რომ დინამო მე-4-ზე როგორ უნდა იყოს, დინამო როგორ არ უნდა გისმენდი საუკეთესო ფეხბურთელები როგორ შეიძლება რომ დინამოში არ იყოს. ხო ხტები, მაგრამ აი დინამოს ჭირს ეგეთი დღესაც
აი ამ საბჭო კავშირის დროს ჭირდა არა ნუ მაშინ რო გჭირდა გასაგებია რომ აი ქუთაისის ტორპედოში ლანჩხუთში ხედდნენ წამოიყვანდნენ დინამოში ბოდიში ამ ჟარგონისთვის და ვერ თამაშობდნენ მე უკან მიდიოდა ისე მაგრა თამაშობდა ვახტანგ კოპალეიშვილზე რომელზეც დღეს და ჩემი ყურით გაგონილ ჩივაძიდან ყიფიანი დამთავრებული ფუცევი ყველა იძახის რომ მე ეგეთი ფეხბურთელიო წარმო ესე იგი მოსამზადებელი ამხანაგური თამაში ვისთანაც გინდა რას ყველაფერში და მე ხა ლანჩხუთში მარტო თამაშობდა პერიოდი აი მაგათი მაგაზე გეტყვი და ნუ დაფრინავდა და დინამოში ხა სამწუხაროდ ვერ აი ეს დინამო სჭირდა დღესაც ჭირს და ნაკრებშიც ხდება ეს ნაკრებში სხვა ის არის აი რომ მოვიდო და ბიჭო უნდა გაიქცეს რა გჭირს აი რაღაცა ფეხები ხელები არის რა ნერვიული აქ ეს ნაკრებსაც აი იყო ფეხბურთელები რომ მართლა ღირსი იყვნენ ნაკრებში გამოძახებით და ერთ გამოძახებაზე ატყობდი უკვე კი შესაძლებელი იყო რომ მეორეჯერაც მიგეცა შანსი მაგრამ ეტყობა კაც რა რომ რაღაცა აქ სხვათა შორის აი ცხონებულ დათოკიფიანს აქვს ჩემთვის ნათქვამი ეს იტალიასთან პრეს კონფერენციის შემდეგ იყო და ზუსტად თქვა რომ არისო ხალხიო ვინცო კლუბში რასაც თამაშობსო ნაკრებში იმის ნახევარს ვერ აჩვენებსო რა და ეგ იყო რა იგი გვარი გითხრა დათოს და მიხიჩის დრო არის ჩვენ გერმანიაში გვაქვს სპორი მე გერმანიაში ვთამაშობ წავედით სპორებზე გერმანიაში ნაკრების სპორზე გეუნებ და 2-3 დღის მერე გათენდა ჩოვლებრივი მე-4 დღე და რო გამოვცხადით ვარჯიშზე ერთი კაცი გვაკრა. არ მინდა ხარა გვარი. ხო, ნუ გასაგებია. ადგა და წავიდა. თავისით არავის არაფერი არც ჩხუბი, არც კამათი, არც არახა შეიძლება რაღაცა ვიღაცამ შენიშნო მიცა, ესე არა, ისი არა. აი ყოფილა ვარჯიშზე, ნაკრების ვარჯიშზე, ახალ ჩვენ გვიყვარდა ყოველ შემთხვევაში. მე ხარ ვიცი ზოგს გონია რომ აუ არველაძე ვიღაცას დაცინოდა თუ არველაძე ვიღაცას უშლიდა თუ მე როგორც დამცინოდა ჩემს კეცვაია. შეიძლება ისე დავცინოდი მე ვიღაცას, მაგრამ ეს დაცინვა კი არ იყო, ხუმრობა იყო, თორე ხუმრობდით, თორე არაფერი მსგავსი არასოდეს არ ყოფილა შეიძლება. ანუ ეგ ცხოვრებაში გუნჩი არ ჩვენ ახალგაზრდებს კვადრატი იყო დერჟანიასაც ვეძახ. ახალ წვეულებს სამწუხაროდ მაშინ როგორ ვიყოფოდით, იცი? მე შენ. აქეთ დანარჩენი იქით. ანუ არავინ არ გეტყოდა მწნელი მაშინ ცოტა აირიეთ და აირიეთ. აი რაღაცა ბირთვი ერთად ისა თამაშობდა ამ კვადრატს, მეორე ხო და პირიქით აქეთ ვეკაჩებოდით. რომ ჩვენთან მოდი, ჩვენ რომ ცოტა გაგვე იმას გვექნა რა. არა, რომ მოდი რა ხო რა, არა არ გქონდეს არანაირი კომპლექსი. და ეგრევე ზოგი თამამად, ზოგი ეგრევე, ოპა ერთხელ შეეშალა, ორჯერ შეეშალა, სამჯერ შეეშალა. მე თქვა შეუსწორებ რაღაც და იდგუნებოდა. ეხა ეგრე თულია. არც ერთ გუნდში არ არის ეხა გონია მარტო ქართულში ის ეგრე. ყველა ნაკრებში და ყველა იმაში ეგეთი სიტუაცია. უნდა ეგრევე ჩანდეს რომ შენ შეძლო ეგა. თუ მაგას ვერ შვები, ნაკრებში ძალიან გაბიჭირდება. რა თქმა უნდა. კი ბატონო. დამკვიდრება ძალიან რთულია. ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო იყო, ლაშა თქვენთან საუბარი, ბევრი საინტერესო რამე გავიხსენეთ. ნაკრებს ახალგაზრდებს უსურვებთ წარმატებას კი არა და იმედია მოიგეს, როცა დაიდება. ეს ყველაფერი ან მიმდინარე რაღაც 65 წუთი იქნება და იმედია ყველაფერი კარგად მიდის, ჩვენს ნაკრებსაც უსურვებთ წარმატებას. უბრალოდ ეს დავუმატებ თქვა პირველ ნაკრებზე რომ არ უნდა შევქნათ რაღაცა ილუზიები და წნეხი რომ რატომღაც ისა რომ ზოგი მართლა ეს ერელეთ უყურებენ ბიჭო უნგრეთი ვინ არის ჩრდილოეთ ირლანდია ვინ არის უკრაინა როგორ ვერ უნდა მოუგო კიდე ერთხელ ვიდახი ეს ისეთი ჯგუფი არის ძალიან რთული ჯგუფია ძალიან რთული ფეხბურთის თამაში იქ ყველა მიცის სოფლიო ჩემპიონატის ორი პლეიოფის შესარჩევს ახლა მონაწილე და უნგრეთი და კიდე ერთხელ ვიდახი რომ ჩვენი მთავარი ის არის რომ ადგილი შევინარჩუნოთ, არ გავარდეთ. ბოლო თამაშამდე ისე ვიყოთ რომ აი მეორეზე გასვლის შანსიც რო გააქვს, რომ ალიგაში აინაცვლო რა. არა, მოლოდინები ადეკვატურია. დარჩენი აქედან კიდე ჩემი მხრიდან გურამ კაშიას მადლობას გადავხდი იმ კაპიტნობისთვის და ხვიჩა კვარაცხელიას ულოცავ კაპიტნობას და წარმატებას უსურვებ. ნუ მეოთხე თამაშია სხვათა შორის 22 გოლი გაიტანა და ეხლა მიქაუტაძეს ერთი გოლით გადაასწრო. ხო და წარმატებები ჩვენ ფეხბურთს ზოგადად. წარმატებები ჩვენ არა, ეხა ერთი ბარე თუ დასამატებლად
ხვიჩას და მამარდას უწევს ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში. ეს ალბათ არ ვიცი რომ ერთხელ მახსოვს რომ კალაძე და შოთიკოსა აქ ნათამაშები ოღონდ ამხანაგური აიაქსი რო ატარებდა ჩემპიონთა ლიგაზე ყოფილა ალბათ ხო თუ არ ყოფილა მე არ მახსოვს ხო ალბათ ახლა თან ამ დონეზე ყვაზე ხა ლივერპული და პარიზი პლეიოფში ყოველთვის ესეთი ხარისხის არა ანუ მე-18 თუ ისე მერვეთფინა ან მაგას კი არ ვიცახით ჯგუფშიც არ მახსოვს ყოფილა დაუშვა დინამო კიევს ან ინფო პესს და გოგა ყოფილა იქი არ ყოფილა ეგეთი ხო და ალბათ პირველი ესეთი მნიშვნელოვანი თამაში ამ დონეზე მილანი შალკე იყო და აი მაშინ თამაშობდა კობი და კალა ხო იყო თუ არა ხო მეც არ მახსოვს კობი რო იყო კალაძე იყო თუ აი ეგ ვერ ვიხსენებ ხო არც კეცპას არ მოწერია მე მგონი არავის არა ნიუკასლი მოგეთ ესეც აღსანიშნავია რო ორი ხო აქედან იმან გინდა რომ შეაგდოს და აქედან იმან გინდა რომ აიღოს არ გაუშვას ორივეს თუ გაშვება ხუჩესგან გავა მამარდას თუ გიხარი თუ გინდა რომ არ გაუშვას და აქ თუ გინდა რომ გაიტანოს პესეჟე მაშინ თუ გატანა ხუჩამ გაიტანოს და როგორ რა 11 მეტრიანით აი მოიგერიოს და ამან დაამატეს. და ჩაეტოლება რომ ავიღებე ტირაგითგა თქვენ გაი. ხო, მე ავიღე და ორივე წარმატებული. ერთი სიტყვით ძალიან სასიხარულოა რომ ეხლა რაზე ვლაპარაკობთ რომ მე-4 ფინალში ორი ქართველი უპირისპირდება. მაგარი დღე გაგვიჩვენა. კოჩორასაც არ მოწევია არავის თა? მე მგონი სპორტინგ კოჩორას და ხუჩას მოუწია. ეს იყო, მაგრამ ესეთი პრინციპული არ არის, რომ თავდასხმელი მეკარე მე-4 ფინალი ეგრე არ სტადიაზე კი ბატონო მადლობა მოკლედ კიდევ ერთხელ ბატონო ლაშა მადლობა ჩვენს მაყურებელს ძალიან მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს აჩფეგურზე მომავალ კვირას დაგიბრუნდებათ ნახვამდის